ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. წუხარ ვარ დასრულდა როგორც ინტერნეტის, ასევე Facebook-ის მიერ პრობლემების შექმნა. ეხლა მე ჩავთე რომ ყოფილიყავით რამდენიმე მიმართულებით პირდაპირ ეთერში, მაგრამ შეუძლებელი გახდა ერთ-ერთი აპარატიდან შესვლა Facebook-ში, გაუგებარია მიზეზი, მაგრამ ეხლა ამ მიზეზების გარკვევას ეხლა ვერ დავიწყებთ. Let's ამიტომ ვაგზელებ მხოლოდ Facebook-ზე გადაცემას, რადგან სხვა ქსელებით შეუძლებელი გახდა, ეხლა აპარატი არ იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ ხდება ეს, მით უფრო რომ მეორე სწორედ მაგთი არის ჩართული და მაგთიდან სახლშიც ასევეა ესე იგი პროვაიდერი და შესაბამისად ტელეფონშიც გაუგებარია რომ ასეთ მდგომარეობა, მაგრამ არ არის ხლა მიზეზებზე რომ დავიწყებთ. ბევრი რამ არის სასაუბრო დღეს, მით უფრო ერევანთან დაკავშირებული. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ის, რაც გუშინ მოხდა ერევანში, ჩვენი ფეხბურთელების დიდი წარმატება, ეს იყო ჩვენი სპორტის დიდი წარმატება და მართლაც საქართველოს ნაკრების დიდი წარმატება. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ უდიდესი რაოდენობით საქართველოდან კომაგობა იყო ჩასული და კომაგობდით ყველანი ჩვენს გუნდს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი სასახელოდ დამთავრდა. დარწმუნებული ვარ 23-შიც ასე იქნება და ეჯვარმეპარება იმაში, რომ ნელ-ნელა ქართული ფეხბურთი იქნება სხვა სტანდარტებში, რომლისკენაც მიდის. ჩვენ ტრადიცია კარგი გვაქვს, ძლიერი ფეხბურთელების, მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები გვყავს და გვეყოლება მომავალშიც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გუშინ სწორედ ერევანში მოხდა და ის იყო კიდე სასიამოვნო, რომ თვითონ სომხები გვილოცავდნენ ქუჩაში. ჩვენ დაახლოებით 7-8 კილომეტრი მერე ფეხით ვიარეთ სასტუმრომდე სტადიონიდან და შესაბამისად ფორმები, დროშები, ყველაფერი რაც ჰქონდა სტადიონზე, იმ ფორმებით დავდიოდით. კეთილი განწყობის გარდა არც გვინახავს სხვა ადგილობრივი მოსახლეობისგან, ამას ძალიან ვაფასებ და კიდევ ვხედავ იმ პოტენციალს, რომელიც აი კავკასიაში ვიხსენებდი და გუშინ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ესე იგი აი მშვიდობის ქართული პარადიგმა, რომლის ავტორი არის სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხუნელიძე და უკავშირდება სწორედ კავკასიის სამი ქვეყნის რაღაც რომ სამომავლოდ რომ ჩვენ შევძლოთ რომ ერთი ცალ-ცალკე ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებთ საერთო ეროვნაზე რომ და ესე იგი შევქმნათ რაღაც გავლენა, მაგრამ ის როცა თუ კავკასია ერთად იქნება, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია მაინც შეძლებს რაღაც თანამშრომლობას და ურთიერთობას, ეს გაცილებით მეტი იქნება. თქვენ ხედავთ, აი როგორი სხვადასხვა ჯგუფები იქნება ევროპაში, როდესაც თქვა კრიზისის მომენტი დგება ევროპარლამენტში, როცა საერთაშორისო არენაზე, როცა ქართულდა ურთიერთობა ამერიკასა და ევროპას შორის, როგორი ჯგუფები იქნება სხვადასხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ სხვა ტრადიცია აქვს ურთიერთობის და საქართველოს ყოველთვის წამყვანულს ასრულებდა. მხედველობაში მაქვს საქართველოს, აზერბაიჯანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, ასე იგი ძალიან ამ პროექტს, რომელიც მე გითხარით, რომ აქვს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჭირდება. მე ეს გუშინ ვხედავდი ამას აი ურთიერთობებში, რომელიც ვნახე სომხეთში. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ბევრი რამ არც ვიცით, რაც არ ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ეს კარგი არ არის. უბრალოდ სასაცილო იყო გუშინ, რომ როცა ჩვენს მეგობრებს იქ სომხეთში ვხდებოდით და ვეკითხებოდით, რომ
ჩვენი ხელმძღვანელები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ჩვენ პირველები ვართ, იქ სიცილით მოგდნენ და თქვენს, რომ ჩვენი ხელმძღვანელებიც ასე გამოდიან, რომ ჩვენ კავკასიაში პირველები ვართ, ჩვენ ევროპაში პირველები ვართ, ანუ ტერმინოლოგია ერთი და იგივეა. ხო შეიძლება რომ ერთი და იგივე საკითხში სამივე რესპუბლიკა იყოს პირველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხლა გუშინ ჩვენ სომხეთში ვიყავით და სომხეთზე შეგვიძლია მხოლოდ ეს თქვა. ძალიან ბევრი სხვა რამის და სხვა რამ მომაქვს დღეს დასკვნის სახით თქვენს წინაშე, ვიდრე გვერდებიან მეგობრები და ყველას მოგესალმებით, ვინც ჩვენთან ერთად ხართ. დიდი მადლობა, ვინც აზიარებთ, ვინც მუდმივად გვაწოდებთ თქვენს მოსაზრებებს, წინააღმდეგებს. მეც ვცდილობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრაქტიკულად 7-8 საათი ვიყავით გზაში და სულ 1-2 საათის წინ ჩამოვედი, მე არ გადავდე მაინც ეს, იმიტომ რომ ეს ტრადიციული ჩვენი შეხვედრაა, ზოგჯერ ამას არც ვავრცელებ წინასწარ ინფორმაციას, იმიტომ რომ ორშაბათი და პარასკევი დამკვიდრდა თუ რაღაც განსაკუთრებული არ არის, მე ყოველთვის ვახერხებ და ვაკეთებ ამას, რომ ესე იგი დიალოგი მუდმივი იყოს და ამ მუდმივი დიალოგის დროს მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი, ვიღებდი თქვენგან თქვენ რჩევებს, თქვენს წინააღმდეგებს, მოსაზრებებს, მე ვუკეთებდი ჩემს მოსაზრებებს გარკვეულ ვთქვათ თქვენგან შეფასება კეთდებოდეს, რომ მე ჩვენ რასაც ვფიქრობთ, როგორ უყურებთ თქვენ ყველაფერ ამას, მე ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამ სხვადასხვა მიმართულებით ამ რეალურმა სიტუაციამ გვიკარნახა და გავაკეთეთ ანალიზი და მე უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლოა და ამის თაობაზეც დღევანდელ გადაცემაში მექნება საუბარი. მე უბრალოდ ვეხები იმას პოტენციალზე, როცა ვსაუბრობ, ხა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 5-6 ცენტრალური მაღაზია ერევანში შედიხარ. ქართული ღვინო არავით არის, ჩვენი სასმელი არაფერი არ არის. ქართული საერთოდ არაფერი არ არის. მაღაზიებში, სად აგერ მეზობლად. ჩვენ ლაპარაკობთ ევროპა, ამერიკაში წავიღებთ და აგერ ვთქვათ, ეხლა თქვენ სომხეთს ღვინო არა აქვს და ღვინოს სვამენ და ძალიან უყვართ კიდევაც და სასიამოვნოა, რომ ჩვენ კავკასიაში ყველგან არის ამ ღვინისადმი რაღაც კეთილი განწყობა. მაგრამ ეხლა იმ ქვეყანაში, რომელსაც ღვინის სიყვარულია და ღვინო არ არის ქართული, არ არის ეს თლად კარგი. ჩვენ ნახეთ ღვინოები შემოტანილი ყველა პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩინეთი, ნებისმიერი ისეთი ქვეყნებიდან დასახელდა იქ, რომ ძალიან კარგად მოწყობილი ობიექტებია, ეს სასიამოვნოა, რომ სადაც ვთქვათ ეს სავაჭრო ცენტრები და ამ ხედავ, რომ ყველაფერია გარდა ქართულისა, მეზობლები ვართ. ჩვენთან ძალიან ბევრი რამ არის სომხური და მაგალითად ესე იგი ძალიან ბევრ სავაჭრო ცენტრში არის სომხური ტკბილეული. პირდაპირ ასე აწერია. ნახავთ თქვენ ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრები რომ არის, იქ პირდაპირ ასეა მინიშნებული სომხური, მამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით უნდა მივესალმოთ. ისევე როგორც ვთქვათ, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი. მე გუშინ ვიყავი გაუცებული, რომ როცა გჭირდება ჩვენ რამ ყვავილი, ყოველთვის არის ვთქვათ ჰოლანდიის. შედიხარ მაღაზიაში და თუნდაც აგერ კოლმურნეობის მოედანზე, რომ კითხავ, აბსოლუტურად ყველაფერი ვარდიც კი ვარდების ქვეყანაში შემოტანილია გარედან და ძირითადად ჰოლანდიიდან. ნახე ახლა ერევანში ცენტრში ვიარეთ და ვნახე ვკითხე მათ, რომ ყვავილები საიდან არის, მითხრეს, რომ აქაურია. ახლა ცოტა ეჭვი შევეპარა, ლამაზი კარგი ყვავილები იყო, ახლა მიწა ჩვენი უკეთესია და პირობები ახლა ეს არავისთვის უცხო არ არის და არც ტრაბახობთ კიდევაც ამით, ხო, ეს ყველაფერი მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო ჩვენი არის განსაკუთრებული, ჩვენ ზღვასთან კავშირით ვართ და ბევრი სხვა რამ ახლა დღეს ამ დეტალებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც ვეკითხებოდი მათ, რომ როგორ ყველაფერი თქვენია, ეს ყვავილები მეუბნებოდნენ, კი მითხარი დარეკეთ თქვენს ვინც არიან, ახლა სერიოზული ესე იგი სავაჭრო ობიექტი, სადაც მხოლოდ ყვავილები იყიდება, კულტურულად კარგად გაკეთებული, 100-150-მდე სხვადასხვა სახეობა და ვეკითხები იმას, რომ მე მინდა ჰოლანდიური, აირითად სავსეა ჩვენთან. და დაურეკე მეთქი თქვენებს და უთხარით, როგორ შეიძლება რომ ჰოლანდიური არ გქონდეთ, სად ვიყიდოთ. ხლა ჩვენ მე მარტო არ ვიყავი, ეს 5-6 პიროვნება გახდა მოწმე იმისა, რომ შეუძლებელი გახდა და ვეკითხებით, არა გვაქვს ჩვენთანაა, ჩვენი მოწეულია, მივესალმები ამას. მე ეს ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია ის, რომ მაღაზიაში პროდუქტები, ერევნის პროდუქტები ძალიან დიდი რაოდენობით არის, რომ კითხულობ თავიანთ წარმოება,
მიხარია ის რომ ოფიციალურ პირებს როცა ელაპარაკები გეუბნებიან რომ ჩვენ 50-60%-ით უკვე ვაკმაყოფილებ ჩვენს თავს და ანუ 1-2-3 წელიწადში თვითკბარი ეკონომიკა გვექნება, ანუ ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია და მხოლოდ უნდა მიესალმო, ესე იგი ჩვენთან ტრაბახი უფრო მეტია ვიდრე საქმეა გაკეთებული, ახლა აგერ არის მეზობელი და არ ვიცით, ჩვენ ადრეც ყოველთვის ვამბობდით რომ რაღაც გარკვეული პერიოდი რომ დადგება, უნდა უთხრათ რომ ვისაც არ გჯერათ, აი აგერ მოდით ყველამ დავდოთ რაღაც გარკვეული თანხა, გზავრობა იქეთ, გზავრობა აქეთ, ვერცი დღეს ნელი იქნება, ვისაც შეუძლია და ვისაც არ გჯერათ და ვართ ურწმუნოთ იმის თაობაზე, რასაც ვსაუბრობ, წავიდეთ ერთად, ნახოთ ყველამ, რომ აი თქვა შევიდეთ ამ მაღაზიებში და ნახოთ, არის ქართული ღვინო სადმე, არის ქართული სასმელები, არის ქართული პროდუქცია, სადღაც რაღაც შეიძლება იყიდება, მაგრამ აქ არის ლაპარაკი სისტემაზე. მე არ მესმის, ეხლა ვინმე იტყვის, რომ სახელმწიფო რა შვაშია. სახელმწიფო კი არა და მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, მე ვარ შვაში, თქვენ ხართ, ვინ არის შვა. მე ვლაპარაკობ ფაქტზე. ეხლა უკვე უნდა ვიფიქროთ იმას, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა არსებობს, ბიზნესის ისინი არსებობს, ბიზნეს კონფერენციები ტარდება, პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, ლაპარაკობენ, ხედავთ თქვენ ტრამპის ყველა გამოსვლა და ამერიკის პრეზიდენტს და არა მარტო მისი, სხვა ქვეყნების ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და სულ ამაზეა აგებული. ჩვენთან კი, ეკონომიკა კი არა, ხედავთ რა როგორი საგადასახადო სისტემა შემოაქვს და როგორ უნდათ გააძლიერონ თავიანთი პროდუქცია და თუ ამერიკაში აწარმოებ იმაზე ფასები ეს იქნება გადასახადები განახევრებას აპირებს ტრამპი და თუ გარედან შემოვიტან იმის გაურმაგებას აპირებს. ეს ჩვეულებრივი წესი ასე იცავენ საკუთარ ბაზარს თქვათ აი სახელმწიფოები რომლებიც ფიქრობენ სამუშაო ადგილებზე ქვეყანაში და ფიქრობენ იმ ქვეყანაში პროდუქციის შექმნაზე და ეკონომიკაზე. მე ეს რაც ვნახე გარდა იმისა რომ პრაქტიკულად 97% როგორც გვეუბნებიან, მინდა ვირწმუნო და ეს არის რაღაც უნიკალური სომხეთში სომეხი ცხოვრობს, რომ თქვენ იცით ანეკდოტების დონეზეა, მაგრამ როგორ ჩანს ეს რეალობა ებრაელებს, ჩინელებს, ესე იგი როგორ შეძლეს რომ გადაეკეტათ მათი ბაზრის გაძლიერება, ესე იგი სომხეთში, ბევრი რამ საინტერესო თქვათ აი ქალაქის ცენტრის მოწყობის თვალსაზრისით და ასე შემდგომ, ეს მხოლოდ ჩვენ ის კი არ არის რომ სხვისი ვაქოთ და ჩვენი რა პირიქით თუ რამე კარგი გვაქვს ამას უნდა მივესალმოთ, მაგრამ თუ თქვენ ვინმეს კარგად მიგაჩნიათ ის რომ ჩვენი ღვინოები აგერ მეზობელ ქვეყანაში სადაც ესე იგი აი ორფეხის ნაჯიბიჯზე ვართ როგორც იტყვიან და იქ არაფერი ჩვენი ღვინო არ არის და არაფერი არის პროდუქცია ქართული არ არის ცენტრალურ სუპერმარკეტებში, ეხლა ვისაც ესე მიგაჩნიათ, მე თქვენთან საგამათო არ მაქვს, სადავო არ მაქვს, ვინც ფიქრობთ კიდე რომ ვინც უჭერთ ხარს ამ ხელისუფლებას და გონიათ რომ ეს ამ ხელისუფლების კრიტიკა, მე არც თქვენთან არ მაქვს სადავო, მე ვლაპარაკობ ისეთ რამეზე, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი იქნებოდა ვინმეს რომ მოეყოლა ეს და ამიტომ რადგან თქვენს შეიძლება რომ დაეჭვდეთ ამაში, ჩვენ მზად ვართ რომ ეხლა იმიტომ გადავიღე ეს მაღაზიაში ვითხოვე მომცეს გადაღების უფლება და მე მარტო არ ვიყავი, რამდენიმე ქართველი იყო იქ და მათ შორის ამ ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ, უბრალოდ მე არ მინდა ახლა დღეს ამ გვარებზე და დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან ძლიერი და კარგი საუბრები გვქონდა და ეს კიდე რა მიმართულების იყო ამის თაობაზე დღეს და შემდგომშიც ძალიან ბევრს მე შემოსაზრებას მოგახსენებთ. აი უბრალოდ ვიმეორებ ორი მაგალითი ვთქვი, ის რაც რამდენიმე სავაჭრო ობიექტი და შესაბამისად მე მინდა გითხრათ რომ მე მოხიბლული ვარ იმით რომ ვიყავი ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებსაც შევხვდით რაღაც გარკვეული საუბარიც ჰქონდა მათთან და ეხლა ეს ლექცია შეიძლება არ უწოდო, მაგრამ საუბარი მე ვარ მოხიბლული აი როგორი უნივერსიტეტია სადაც ვიყავით დავდეთ ჩვენ გვერდზე და რაღაც მიზეზთა გამო ის არ არის დღეს არ არის ეს უკვე გვერდებზე არ არის, ეხლა არც ამ დეტალებზე ვსაუბრობ, წაიშალა როგორც იტყვიან, არც ამ დეტალებზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ სამნი ვიყავით და დიდი მადლობა მინდა უთხრა საერთოდ ყველაფერი ამის ორგანიზებისათვის, რაც სომხეთში მოხდა, ბატონ კახა შენგელიას, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს, მსოფლიო უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტი იყო როგორც იტყვიან, ორი მოწვევის პერიოდში ეს უნიკალური ფაქტია, ადრეს მithქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ პირველი იყო საბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც ასეთი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს და პირველი იყო, რომელიც მეორეჯერაც აირჩიეს. ეხლა უკვე თვითონ როცა წავიდა ეს პერიოდი არჩევა აღარ შეიძლება მესამედ თხოვდნენ, მაგრამ თვითონ თქვა რომ დავარღვევ წესდებას
და ევროპის უნივერსიტეტების უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტობა ისევ თხოვეს ახლა. მაგრამ რაიმე ის კი არა აქვს, რომ ვინმე მოხსნან დანიშნონ და ამსეთ რამეზე, მაგრამ თავისთავად ეს ისეთი საერთაშორისო ერთობა, როცა ქართველი კაცი დგას ამის სათავეში, ამით უნდა ვიამაყოთ ყველამ და ეს ჩვენი შეხვედრებიც, ეს დღეები, ეს 2-3 დღე, რომელიც სომხეთში შედგა, სწორედ მისი დიდი მხარდაჭერით შედგა და მე შემადგენლობაც 20-მდე პიროვნება, ვინც ვიყავით წასული, მე ასეთი პოლიტიკური დღემდე, როგორც იტყვიან, სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი ადამიანების რაღაც ერთად ყოფნა კარგა ხანია კი არა, უნდა გითხრათ, რომ იშვიათად რომ მინახავს. ჩვენ რომ დავთვალეთ, ვნახეთ, რომ 6-7 სხვადასხვა პარლამენტის წევრები, ისინი რომლებიც სააკაშვილის დროს ვიცე-სპიკერები იყვნენ, ბიზნევანიშვილის დროს ვიცე-სპიკერები იყვნენ, ზოგიერთები, რომლებიც არიან დღეს ხელისუფლებაში სხვადასხვა მიმართულებით, იყო ძალიან ადამიანური საუბარი და ერთი თავშივე მინდა ვთქვა, რომელიც განსაკუთრებულია პოზიტიური ჭრილში რაც არის განსაკუთრებული, რომ ბოლოს, როდესაც მე ვთქვათ, მეძლეოდა საშუალება და დიდი მადლობა იმ განწყობისთვის, რომელიც ამ პიროვნებებმა ჩემს მიმართ გამოხატეს და იმ პროგრამების მიმართ, რომელიც მე წარვადგინე, ყოველთვის იყო ერთი რამ, რომ რა არის ისეთი საკითხები, რომელზეც მე დაახლოებით 20-25 საკითხით ჩამოვთვალე და ვეუბნები, რომ ჩვენი პოზიცია, ეს საკითხი. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ყველაზე მარტივი რომ იყოს, ვთქვათ, სწორი იყო თუ არა ძეგლის დაანგრევა, ვთქვათ, ქუთაისში. ეხლა ხო გითხარით არა 7 ვიცე-სპიკერი იმ პერიოდის და ძალიან მაღალი თანამდებობის პირი იყო სააკაშვილის დროს, არა? ის ამბობს, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. იგივეს ვეუბნები, რომ როცა არ გადმოდის ძეგლი და გადაიტანეს დავით აღმაშენებლის საკითხი. მე ყველაზე მარტივს ვამბობ, ეს ყველაზე მსუბუქი რამ იყო, ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე რო საუბრობდით, იმასაც ვიტყვი, მაგრამ ვეუბნებოდი, სწორია თუ არა? ყველა ისინი ვინც იყვნენ ბიძინევანიშვილთან ის მოადგილეები იყვნენ, რომ არასწორია. ანუ გამოვიდა რა? აშკარა ერთი რამ, ეხლა ვნახეთ მექანიზმი როგორა საკითხების მიღების მქონდა ამის საშუალება ერთმანეთთან საუბრის და ძალიან ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება. ჩვენ ვნახეთ ის, რომ ყველა ამბობდა ეს 20-25 საკითხი, რომელიც ჩამოითვალა, ყველას გვაქვს ერთნაირი აზრი. მე ვეკითხები, თუ ყველას ერთნაირი აზრი გვაქვს, რატო არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და მერე იწყება, რომ მოვიდა კი შეთანხმებული ვიყავით, პრაქტიკულად ვიცოდით, როგორ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება, სწორად როგორ მიაჩნდათ დეპუტატებს თავისუფლად და დემოკრატიულად, მერე მოდიოდნენ ეგრეთ წოდებული ბელადები და მოუში დაგვირთყამდნენ, ან გვეტყოდნენ, რომ დაავშლი პარლამენტს, იმას ვიზამ, ამას ვიზამ, თუ ასე არ იქნება. ანუ ჩვენი ვინც ვიყავით და საუბრობდით, ჩვენ პრაქტიკულად ამ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ერთი და იგივე გვაქვს, ისინი ამას ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, დღესაც ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ რომ არ იყოს ეგრეთ წოდებული ამ ბელადის უბედურება ქვეყანაში, მახინჯად წარმოდგენა ამ ფორმის და რომ ერთი კაცი არ იყოს სწორება, გარწმუნებთ მე, რომ პარლამენტართა და ხელისუფალთა ნებისმიერი დროის, მე არ ვლაპარაკობ დღევანდელს მარტო, ხალხი, ესე იგი, პოზიცია, ხალხის პოზიციასთან გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს პარლამენტებმა. ანუ, ესე იგი, პარლამენტში პარლამენტარების მოსაზრება და ხალხის მოსაზრება თითქმის ერთნაირია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხდება ბელადის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ბელადი კიდე გარედან იმართება. იმართება, არ იმართება და გადავდოთ ახლა ეს საკითხი, ამას ვეხევით, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე რამ, რომელიც მე დასკვნის სახით მინდა წარმოვადგინოთ და ყველაზე პოზიტიური ამავე დროს და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ქვეყნის გადარჩენა არც ფულიანში და მილიარდერშია და არც ეგრეთ წოდებული ბელადებშია. ქვეყნის გადარჩენა არის განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაში. ეს არის რეალობა. და როცა ჩვენ საუბრობდით, ვთქვათ, სხვადასხვა, იმიტომ ვამბობდით, რომ ეს კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო გამსახურდიას პარლამენტში. ვეუბნება, ეგ პიროვნება, რომ არა. ვთქვათ, ამ შემთხვევაში ვამბობ, პიროვნება, არ არის ძალიან ბევრი სიმძიმეები და ბევრი რამე გადაიტარა პატიმრობით მოყოლებული და ყველაფერი, დევნაც გამსახურდიასთან ერთად წავიდა ბატონი ზვია ძიძიგური და მისი ერთგული წევრი იყო იმ გუნდში, დღესაც არის ძალიან ესეთი განწყობით და იგივე
პიროვნება, როდესაც საუბრობ პრინციპულ საკითხებზე, ის ამბობს, რომ ეს არასწორი იყო, ეს არასწორი. ანუ იგივე მოსაზრება აქვს, რაც ჩვენთან მეცნიერთა კონგრესში, მე გაუცემული დავრჩი იგივე ბატონი ზვია ძიძიგური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დროს ორჯერ იყო პარლამენტში ვიცე-სპიკერი იყო და როცა ზვეუნები რომ აჩვენა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ხა გზაში საშუალება გქონდა რომ ხა თავისთავად წარმოიდგინეთ რომ ერთ მანქანაში 4-5 პარტიის წარმომადგენელი ვიყავით არა ერთდროულად, თუ გზავნოდით და საუბრობდით, ხლა დრო დიდია, 7-8 საათი ვიმგზავრეთ აქედან, იქედან კიდე 7 საათს პარლებში, იქაც ერთად ვიყავით ეს წარმომადგენლები და როდესაც თქვა მიხეილ მაჭავარიანი, თქვა ჯერ ერთი ეს თავისთავად ფაქტი რომ ერთ მანქანაში მიხეილ მაჭავარიანი, ზვია ძიძიგური, მე თავისთავად ბატონი კახაც რამდენიმე მოწვევის და ქალაქის ყოფილი პირველი ვიცემერი იყო და კიდე დღეს ერთი პიროვნება სხვადასხვა პარტიებთან ხელისუფლების წარმომადგენლებს ცდილობენ ახლა რომ ამ მანქანაში ყველა მისის იყო ჩვენ პრაქტიკულად პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ერთი და იგივე მოსაზრება გქონდა ერთი და იგივე და როდესაც ვიმეორებ რომ ვეკითხებოდი რომ ვთქვათ ბატონ ძიძიგურს რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს ვინც დღეს არის მაშინაც ის იყო ჟიული შარტავას დაბადების დღეს 1 წლის წინ გადავეცით რაოდენობა იმდენი რომ უნდა დარიგებულიყო ვთქვათ აი 1 წლის წინ 2 წლის წინ უფრო ადრე კიდე გაიგზავნო სხვადასხვა დოკუმენტები რომელიც ვაჩვენე აბსოლუტურად არც ერთი თაობაზე ინფორმირებული არ არის ვიცე-სპიკერი ყოფილი ესე ჩვენ დოკუმენტებს რო ვაგზავნით და გონია რომ განიხილავენ იქ ყრიან ურნაში ეს ახლა და თქვენ ყველას ვინც უჭერთ მხარს გადაეცით რომ ბევრმა ნახოთ აი თუნდაც თქვათ სისულელე დავწერეთ კი ბატონო და არ მოგეწონა თქვენ ისეთი რამე დავწერეთ ეს რა დამოკიდებულებაა ეს რა არის ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე აი თქვათ ელემენტარული დემოკრატიის კი არა ელემენტარული აზროვნების მქონე ადამიანების ქვეყანაში შეიძლება ხდებოდეს რა როდესაც მე ვეკითხები ერთსაც და მეორესაც მაშინ ბატონი მაჭავარიანიც იჯდა ხოლმე ამგენში როცა იყო შეხვედრები მისი პარტიას და თვითონაც აი როცა იკრიბებოდნენ ნათელაშვილის ოფისში და აქეთ კიდე ბატონი ძიძიგური მაშინ მარჯვენა ხელი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ახლა პირველი ვიცე-სპიკერი და ახლა ეს მარტო ეს არ იყო ძალიან დიდი ისა და ურთიერთობებიც როგორც ისაუბრა და წარმოიდგინეთ თქვენ რომ არც ერთი და არც მეორე კურსში არ არის რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი არადა 2016 წელში ადრე კიდე ხო მაგრამ 2016 წელში ოფიციალური წერილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წელში 2020 წელში ყველაფერი გაგზავნილი სადაც ჩამოყალიბებულია ეს მოთხოვნები აბსოლუტურად არაფერი მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ ზვია ძიძიგურს რომ მოისმინა ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა მითხრა რომ ეს საიდან როგორ მოგივიდათ რა საინტერესო რა კარგი აი მე ვამბობ იმას რომ რიგითი მოქალაქეც ასეთ შეფასებას აკეთებს და აი ყოფილმა ვიცე-სპიკერებმაც და აი ორი წინა პარტიის თქვათ აი ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც ერთი და იგივე შეფასება გააკეთეს რომ საინტერესოა კარგი ამის განუხილველობა როგორ შეიძლებოდა ტელევიზიებში არის არ არის ხელისუფლებებში განიხილეს არ განიხილეს ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და მოგმართოთ ყველას თქვენ ვინც გინდათ როგორც გინდათ ის აკრიტიკეთ ვისაც გინდათ იმას დაუჭირეთ მხარი მაგრამ ვისაც თქვენ სწორად მიგაჩნიათ ის რომ ჟიული შარტავას დაბადების დღეს 10-15 მეცნიერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რომელშიც წერია რომ კარგია რომ ჟიული შარტავას დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავთ პარლამენტში მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია რომ ის გაცილებით უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო იმსახურებს იმას რომ ეს მართლაც ეროვნული გმირია და იმსახურებს ამას იმ დოკუმენტში ეს წერია ჩვენ ვამბობდით რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის იდეები რომელიც ჰქონდა ჟიული შარტავას და ჟიული შარტავას ეს მოსაზრებები შეტანილია ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში ამიტომ გთხოვთ პარლამენტს რომ სადმე კომიტეტში ან რომელიმე ხტომაზე ან თუნდაც თქვენ გემაში სადმე განვიხილოთ ეს წავიკითხოთ ტრიბუნიდან წავიკითხოთ ხალხს გავაგებინოთ ეს ერთი წელი გავიდა ერთი წელი გადაცა ვინ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრმა ფრაქცია ოცნების წარმომადგენელმა პროფესორმა და დოქტორმა საინტერესო პიროვნებამ აფხაზეთიდან მურმან კვარაცხელიამ ეხლა რა იმედი უნდა გქონდეს რიგით მოქალაქეს ქვეყანაში როდესაც ამდენი მეცნიერის ხელმოწერილი
და ასეთი პიროვნების მიერ ასეთ სიტუაციაში საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გადაცემულ დოკუმენტს, ესე იგი არავითარი რეაგირება არ მოყვება. და მე ვინმე გეუბნება რომ კარგით რას აკრიტიკებთ, მე ვაკრიტიკებ თუ ეს არის მტრობა ქვეყნისთვის, როდესაც 10-15 მეცნიერი წელს წერს და იმაზე არათუ არ პასუხობ, არათუ არ მოყავს მოქმედებაში, პასუხსაც არ აძლევ და არც გაინტერესებს. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ამიტომ მონური ფსიქოლოგია აქვს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი არგუმენტს ეუბნები და ამ არგუმენტებს კი არა, რა გინდათ რას გადაეკიდეთ ამას, ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის სახელზე დაიწერა და გაზეთში გამოქვეყნდა. ბატონო ბიძინა გადადგეს ნაბიჯი და მომავალი დააფასებს ამას, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტია შესაქმნელი. როდის გაკეთდა ეს 2016, 18, 20 წლები? წერილი შინაარსი ყველაფერი Facebook-ზე და სხვაგან შეგიძლიათ ნახოთ, ამ დღეებში კიდე გამოაქვეყნებთ. ისე თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 10, 15, 20, 30 წელი გადის, კურსში არ არიან და ვინ არ არის ამ შემთხვევაში რიგით პარლამენტარებზე კი არ არის საუბარი, ვიცე-სპიკერებიც არ არიან საქმის კურსში. ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში რაიმე კეთილგანწყობაზე და სიკეთეზე ვისაუბროთ? აი ამიტომ ყველას მინდა მოგმართოთ, ჩვენ არც ბრმა მხარდაჭერა გვინდა და არც ბრმა კრიტიკა. არ კი ბატონო, ვაკრიტიკეთ რამდენის გნებავთ, მაგრამ კი ბატონო, ვისაც უჭერთ ხარს იმას კითხეთ, რა უბედურება არც მე მომწონს ის ეროვნულ დათქვი დაწერეთ, ასე არ მოგწონს ეს ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა, მაგრამ განხილვის გარეშე შეიძლება ესეთი რამე იყოს. ეს ხო წარმოუდგენელია ბატონებო, რატო არის ასეთი უპატივცემულობა სხვისი აზრის მიმართ? დღეს ზვია ძიძიგური თუ თამურ შაშიაშვილი თუ ვინმე ვინც იქვიყავით ბევრი სხვა სწავლი ვის მოწონს ვის არ მოწონს ეს არ არის მთავარი. ამ ადამიანებს გამოცდილება და პოლიტიკური ანალიზის კარგი უნარი აქვთ. ამაში ეს საკამათო არავისთვის არ უნდა იყოს. ძალიან კარგი უნარი აქვთ ანალიზის და მე ისეთი რამეები ვისმინე მათგან, მათაც ისეთი რამეები მოისმინეს, რომ აშკარად ითქვა იმის თაობაზე, რომ ჩვენ მე მათ ბოლოა ესეთ ვთქვი, რომ არის რამე პრობლემა, რომ ქვეყანაში შედგეს ერთობა მომავლის საქართველოსთვის. მე ხო არ ვამბობ ერთობა ვინმეს მხარდასაჭერად, რომელიმე თქვათ რაღაც არაქართული პოზიციის მხარდასაჭერად. ჩვენ ვამბობთ ისეთი რამ არის რაიმე აზრში სხვაობა, რაც აი მეცნიერთა კონგრესის მოსაზრებები მოახსენებენ, არის რამე სხვაობა, აი თქვენში რომ აი აბსოლუტური იდენტურია, იგივეა მოსაზრებები, მაგრამ რა ვიღაცა მეთაური ამბობს, რომ არა. ერთმაც და მეორემაც თქვენს, რომ თავიდან მიხეილ სააკაშვილი იყო ტკბობით, კეთილი განწყობით ხალხისადმი, დეპუტატებისადმი, რაღაცა და ამავდროულად როგორც კი კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო პირველივე არჩევნებზე, რომელიც ჩადგა, აი ხალხი როგორ ათამამებს, იმის მერე შეუცნობელი გახდაო, ანუ უმართავი გახდაო და დაიღუპა თვითონაც და დაღუპა ჩვენცო. იგივებს მეუბნებიან ისინი, რომლებიც ერთი და ორი კი არ, რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ძალიან კარზეც, მის კარზეც კი ესეთ საინტერესო პიროვნებები იყვნენ და ამ დღეებში, არა მარტო ერევანში, ამ დღეებში ბევრთან მქონდა შეხვედრა. ესე იგი, გასაოცარია პირდაპირ, ისინიც ამბობენ იგივეს, რომ თავიდან ისე ლაპარაკობდა ბატონი ბიძინა შაქარი, დამტკბარი, თაფლი, ესეთი კაცი რომ ვიფიქრეთ, ვამბობდით იმას, რომ როგორც კი კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო, აბსოლუტურად თითქოს სხვა ბიძინა ივანიშვილი დავინახეთ, აი გათამამდა. სწორი გამოთქმაა, რომ ძალაუფლება ხმის და დიდი ძალაუფლება საერთოდ საბოლოოდ ასამარებს პიროვნებასაც და ქვეყანასაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოში დაგვემართა ჩვენ ეს. რა უფლებებსაც ვაძლევთ, ჩვენ უფლება კი არა, კონტროლი უნდა გქონდეს ხელისუფლებაზე, თორე რა უფლებასაც ვაძლევთ, იმ უფლებით გველაპარაკებიან მერე და ამათ გადავეცით ჩვენ განუზომელი უფლებები. შევარდნაძესაც, იმის მერე კიდევ უფრო მეტი სააკაშვილის, იმის მერე კიდევ უფრო მეტი ბიძინა ივანიშვილის და უკვე ირწმუნეს და რომ ამათ გონიათ, რომ ესენი არა მარტო შეუცვლელები არიან, არამედ რაღაც ღმერთისგან მოვლენილები არიან. რა უბედურება, რა არის, რა ხდება ეს რა კათარზისი ხდება ამ იმაში, რომ ჯერ ვიდრე გჭირდება ხალხი იმათთან, ესე იგი თაფლივით ხარ, როგორც კი რაღაცას მიიღებ ამის იმას, მერე უკვე აბსოლუტურად და ეგ იყო კიდევაც საუბარი იმაზე, რომ პირველ პარლამენტში უფრო გაცილებით მეტი პოლიტიკური სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც გაცილებით მეტი პოლიტიკური შევარდნაძესთან 92 წელში არჩეული პარლამენტი, ეს იყო პოლიტიკური პარლამენტი.
92 წლის მერე წავიდა და მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებდა რომ ბიზნესმენების და ეს ბიზნეს კლუბია და რაღაცა და ესე იგი დაამხეს ხო? ყველას მიაჩნია, ვისაც ვესაუბრებდი, რომ ინფორმით ხელისუფლებაში მოსვლა იყო შეცდომა დანაშაული, მით უფრო ერთ წელიწადში უკვე არჩევნები კეთდებოდა და მით უფრო ცავილაპარაკეთ იმ არჩევნებზე და როგორი იყო პრაქტიკულად იყო დაპირისპირებული შიგნით ჟვანია და სააკაშვილი იყვნენ საშინლად დაპირისპირებულები და შევარნაძესთან ორივენი და შევარნაძე ამან შეაცდინა შევარნაძე რომ დადიოდნენ და ორივენი ეუბნებოდნენ ოღონდ მე და არა ის და ოღონდ მე და არა ის და ამ ოღონდ მე და არა ის ეხლა ამას ადასტურებს ყველა. როგორც გითხარით, რომ ეს ერთი და ორ კაცზე ხო არ არის ლაპარაკი, არა? ეს დღეებია და არა მარტო ეს დღეებია, საერთოდ საუბარი რომ გვაქვს. ხალხმა უნდა ჩვენ ყველამ დასკვნა გავაკეთოთ აქედან, რომ აი ასეთი გაყოყოჩება, ასეთი გათამამება, ასეთი მონური ფსიქოლოგიის შექმნა ქვეყანაში იმდენად ხელმძღვანელთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ხალხი აძლევს ამის უფლებას და როდესაც მონათეგებიან ფერქვეშ, იქ უკვე იწყება გაუკუღმართებული პოლიტიკა ქვეყანაში. არ შეიძლება გაუკუღმართებული პოლიტიკის პირობებში ქვეყანა წინ მიდიოდეს. არის კარგი ძლიერი გამონათქვამი ბიბლიურია სხვათა შორის რომ ეშმაკი თამაშობს ჩვენით როცა სწორად არ ვაზროვნებთ როცა შენ ვიგაჩნია რომ შენ ხარ ყველაფერი და შენ უნდა გაგეგოს ფერქვეშ მთელი ხალხი და მონური ფსიქოლოგია უნდა იყოს ირგვლივ დამთავრებულია შენში ეშმაკია უკვე შენ უკვე აღარა ხარ ქართველი აღარა ხარ უკვე საქართველოს თვისაქმის მკეთებელი შენში ეშმაკია და შენში ეშმაკი თამაშობს ჩვენი ამოცანა არის რომ ადამიანში ეშმაკი კი არ ჩავასახლოთ მაშინ თუ არის ეშმაკი გამდევნოთ და არ მივცეთ საშუალება რომ ადამიანმა ვინც არ უნდა იყოს ის ეშმაკი ჩაისახლოს საკუთარ გულში დღეს ხელისუფალთა უდიდეს ეს კი არა 70 წლის განმავლობაში ეშმაკით მოქმედებდა არაერთი და ორი მაღალი თუ დაბალი რანგის ხელმძღვანელი და ესე იგი ვიმეორებ ისევ რომ ეშმაკი თამაშობს შენით როცა სწორად არაზროვნებს სწორად როდესაც აი ვილაპარაკეთ ამის თაობაზე დაწყებული ძეგლებით დამთავრებული ეკონომიკით დამთავრებული ხელფასებით როცა ვეკითხები იმას რომ სწორია რომ ვთქვათ ხელფასი ამდენი აქვთ იმათ და პენსიონერს ასე დანაშაულია ამას ლაპარაკობენ ისინი ვისაც ხელია აწევიეს ამ დოკუმენტებისთვის და ეხლა უკვე ლაპარაკობენ იმაზე როგორ მოხდა ესეც ერთ-ერთი პიროვნება კაკაურიძე მე მგონი თუ რაღაც გვარი იმის მინისტრის მოადგილე ნუ რაღაც ასაული რამეები ისაუბრა არაერთმა და ორმა ყველამ სხვადასხვა 6-7-მა პიროვნებამ რომ ნუ აი რეალურად ვისგანაა ეს კაცმა არ იცის და დასვოლი იქ მაგრამ თქვა ყველა პროგრესული რამის გაჩერება შეუძლია მას და ნუ აჩერების კიდევაც და ნუ უჭირავს ხელში მთელი სამინისტრო იმიტომ რომ ეთყობა ვიღაცის განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს და რისი გატარებაც უნდა ამ კაცის საშუალებით მიდის ყველაფერი როდის უნდა დავამთავროთ ეს და როგორ შეიძლება რომ ვთქვათ ამ ქვეყანაში ყველანი ერთ აზრზე ვართ როცა ვეკითხებოდით ერთმანეთს და ჩვენი პოზიცია იყო ამ წყლის ამ ქაერის ამ სითბოს ამ მიწის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეთ ცუდად არა როგორ უნდა ცხოვრობდეთ ყველა ამბობს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ბედნიერებით სავსე ქვეყანა კი მაგრამ თქვენ ხო ვიყავით რომ ვეკითხებით იქ მეც ვიყავი მაგრამ მე იმერეთში ვიყავი და მე რაც შემეძლო და რუსაუბრობდით ამ ემაზე და დიდი მადლობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ და ორი წლის წინ მიხეილ მაჭავარიანმა მიცა ინტერვიუ გირჩის ხვიჩიეს მიცა და იქ ამბობს რომ თქვენ ამბობთ რომ ოპოზიცია არ იყო მაშინ და რაღაცა რა ოპოზიცია არ იყო და მოყავს მაგალითი რომ იმერეთის გუბერნატორი იყო თაველი ოპოზიცია და ყველას უმძიმეს მდგომარეობაში გვაყენებდა თელ მოქალაქეთა კავშირში და მე მას ვუთხარი რომ დიდი მადლობა რომ თქვენ ასე ობიექტურად შეაფასეთ და მე კიდევ უფრო საინტერესო და კარგი რამეები მოყვა მე არ მჭირდება მე ძალიან კარგად ვიცი რომ მე ერთი დღე მოქალაქეთა კავშირის ცხოვრებით არ მეცხოვრია მე ვთვლიდი რომ ეს იყო უბედურება არა მარტო იმიტომ რომ თვითონ პიროვნებები იყვნენ უბედური სისტემა იყო უბედური სისტემა ისევე იყო ნაციონალური მოძრაობა სისტემა იყო მახინჯი ისევეა ოცნება სისტემაა მახინჯი ჩვენ ყველანი ვართ ერთნი იმაში რომ ეს სისტემა თუ არ შეიცვალა აქ ოცნების წარმომადგენლებიც ვისაც მევხვდები ნაციონალების წარმომადგენლებიც ვისაც მევხვდები ესე იგი მოქალაქეთა კავშირში რომ იყვნენ ადრე ვისაც კი ვხვდები ყველა ამბობს იმას რომ სისტემაა შესაძლებელი ძალიან ბევრმა გაიხსენა რომ აი თქვენი მოხსენების ათაური იყო რომ ქვეყანაში სისტემა ავადმყოფი და კორუმპირებული სისტემაა კორუმპირებული და ავადმყოფი და ნუ ვებძვით კონკრეტულ ადამიანებს ვებძოლოთ სისტემას დღესაც იგივეა კორუმპირებული ავადმყოფია სისტემა მართვის სისტემაა ავადმყოფი ქვეყანაში მე ვარ აი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერებული ვლაპარაკობ იმიტომ რომ აი როგორც გითხარით 6-7 სხვადასხვა პარლამენტის წევრი
აი ამ დღეებში და ამ ერთი თვის განმავლობაში ქონდა შეხვედრები. ყველანი ერთი და იგივეს ლაპარაკობთ, ყველანი ერთი და იგივეს სიმახინჯეს ვხედავთ. რა სიმახინჯეს? ბელადი. და მე მონური ფსიქოლოგია ბელადის ირგვლივ. ეხლა მეტი ღიად, მეტი იმათ კონკრეტულად ან რა უნდა ვთქვათ, ეს ხო არ არის ბატონებო ის რა ვთქვათ, მე ასე მინდა და იმიტომ პირიქით მე ასე არ მინდა და იმიტომ ვამბობ, რომ ეს რაც ხდება, ეს არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში. და არ შეიძლება რომ ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობდეს ქვეყანა და არ შეიძლება რომ ერთი კაცის ესე იგი პოლიტიკური შეხედულებებით ყალიბდებოდეს ხელისუფლება, მთავრობა და პარლამენტი და ყველა ამბობს იმას რომ უშიშროებას ყველა აი დღევანდელი პარლამენტის წევრებიც რომ არიან ისინი ამბობენ რომ რა ვინ გეკითხება ჩვენ უშიშროება მართავს ქვეყანას. იგივეს ლაპარაკობენ რომ თქვა ვინც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს. ეხლა ის რო იტყვის რა გვარია ზვიად ძიძიგური რომ იტყვის იმას რომ დაიჭირეს ხო შევარდნაძის დროს და თქვენს რომ თავისუფლებას დემოკრატიას და ბევრი სხვა რამ ეხლა ძიძიგური რომ იტყვის ამას თორე ეხლა მე რო ვთქვა იტყვიან რომ აი ბატონო მე არაფერი მე უფრო მძიმე რამეები ვილაპარაკე შევარდნაძის ეპოქასთან დაკავშირებით და ვამბობ იმას რომ უდიდესი შეცდომები დაუშვა და ყველაფერი რასაც ვიმკით ჩვენ იმის სწორედ აი იმ შეცდომების შედეგია. ძალიან ბევრი ვინმეს გაყოყოჩება ქვეყანაში და აი როგორც იტყვიან ხელისუფლებაში მოყვანა და არაერთი ბევრი სხვა რამ კიდე. ამოცივე პიროვნებას ჩვენ გადავეცით როგორც ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას შევთანხმდით იმის თაობაზე რომ მათაც ექნება თავიანთი მოსაზრებები აი რომ 100,000 წალი რო დარიგდა როგორ ვინ ვის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია რომ გადახედეს იმ შემადგენლობას იმ 50 კაციან თუ იმ 15 კაციან შემადგენლობას თქვენს რომ ესეთი პარლამენტი ბედნიერება იქნება ქვეყნისთვის ვეუბნები გესმით ხალხში რა განწყობა ხალხმა ესენი შეარჩია და ასე გითხრა რომ კარგი იქნება თუ ესენი იქნებიან ამას ლაპარაკობენ ხელისუფლებაში ვინც არიან დღეს იყვნენ გუშინ და გუშინწინ ის ადამიანები ამბობენ რომ ესეთი პარლამენტი იქნება იდეალური ანუ ის სისტემა რომელიც მეცნიერთა კონგრესმა შეიმუშავა ამ ადამიანებს მიაჩნიათ რომ ეს არის გადარჩენა ქვეყნის და ჩვენ რა ვერ მოვახერხეთ რომ ვინმეს გავიდეთ ქუჩაში დაველაპარაკოთ და უთხრათ მე ხა ყველა მეუბნება რომ 31-ში ორშაბათ შევიკრიბებით ჩვენ და ნახავთ 31-ში იქნება თუ არა ეს შეკრება რომელიც ჩვენ დაგეგმილი გქონდა მეცნიერები და გარკვეული ჯგუფი ჩვენ ვაპირებთ მაინც მივიდეთ ესე იგი საგურამოში და აი პატივი მივაგოთ ეროვნული დღეა 31 მარტი და ამ ეროვნულ დღეს სწორედ ერის მამის ადგილმამულში ვიყოთ და იქიდან შეიძლება Facebook-ით მაინც რაღაც გადაცემა გავაკეთოთ თუ შესაძლებელი იქნება ჩავწეროთ მაგრამ ყველანი ამბობენ ყველანი ვართ ერთნი იმაში რომ პარტიებით არაფერი არ გამოვა რომ ეს პარტიების ეს სისტემა ამ პარტიებმა ყველას ერთი და იგივე აზრი აქვს რომ ამ პარტიებმა შეაძულეს ქვეყანას თავი რომ პარტიების ავტორიტეტი განულებულია რომ ბიძინა ივანიშვილის დღეს ყველას მიაჩნია ეს რომ ბიძინა ივანიშვილის და ოცნების დათვის აი როგორც იტყვიან კომპოტია ქართული გაგებით ვამბობ კომპოტია დღევანდელი ოპოზიცია ის რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ცალ-ცალკე და ერთად აი თუნდაც ის ქალბატონი ყოფილი პრეზიდენტი რასაც საუბრობს ეს არის აი კატასტროფული მდგომარეობა კატასტროფული მე მიკვირს კიდე ქალბატონი ეკობესელია რომ მოძღვრავს ახლა ბევრ სხვა რამესთან დაკავშირებით გასაოცარია პირდაპირ არ ვიცი ქალბატონო ეკა თუ მოგწდებათ ეს ისა წინ საქართველოს იმაში ერთად ვიყავით ჩვენ ესე იგი სახალხო მოძრაობა რომ იყო სახალხო კრებაში და რა ვიცი მიგაჩნდათ რომ სერიოზული მოსაზრებები ქონდა და ეხლა აღარ გაინტერესებთ ის ხალხი და ეს მოსაზრებები ნუ ეხლა იმიტომ რომ კარგი მოსაზრებები ვისა აქვს იმათ ვისაც მაშინ თქვენ ებრძოდით ჩვენ ვებრძოდით ყველანი და მაშინაც ვამბობდი მე რომ ბრძოლა კი არ არის მთავარი ერთობაა მთავარი თუ ეხლა იგი რასაც ამბობდით და მიღებდით გადახედეთ მაინც რა გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული სახალხო კრების მიმართვების საჯაროდ გამოგვიტანია და გადახედეთ ეხლა რას ლაპარაკობთ აბსოლუტურად იდენტურია იმისი და აშკარად ჩანს ის რომ არა ეხლა როგორ შეიძლება აი ასეთი აი პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა მეთი რა არის აზროვნებით მეძავი გაცილებით საშიშია ვიდრე ქუჩის მეძავს შევეძახით ჩვენ აზროვნებით მეძავებით გაივსო პოლიტიკური ესე იგი პოლიტიკური სივრცე და პოლიტიკურ სივრცეში რომ აზროვნების მეძავები არიან ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა და ის ემსახურება ვინმეს
იყო ბიძინავანიშვილთან ემსახურებოდა ბიძინავანიშვილს, წავიდა ახლა დაიყენა პრეზიდენტმა გვერდით და ემსახურება პრეზიდენტს. საქართველოს არ უნდა ვემსახუროთ, იმაზე უკეთესი დოკუმენტები, რომელიც სახალხო კრებაში მივიღეთ და რაზეც საუბრობდით, არის ან თუ თქვათ იმ სახალხო კრების წარმომადგენლებს რაღაცა აზრი რომ მკითხოთ და რაღაცა რომ დაეთათბიროთ ზოგჯერ ეს რაიმე ვინმე იმას ჩამოგართმევთ, ჩინმედლებს ჩამოგართმევთ, თუ რა იქნება. ან ერთხელ რომ მიიწვიოთ. ვახში ჟვანი ერთი 20-ჯერ ელაპარაკა ბატონ ბესელიას. ვახში ჟვანი არის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება. ტელევიზიის დირექტორს აიმატა თანაშემწე ზეუნება რომ ხალხო მოგვეცით საშუალება ვინ ურეკავს კაცი რომლის უნდა ინტერესდებოდა რომ სოფლიოზე რვა ქვეყანაშია მისი მართვის სისტემა გასაგებია ის ეკონომიკური მიმართულებით აბარა დიდი განსხვავება არ არის სოციალური და ეკონომიკური მიმართულების მართვის სისტემებს შორის და ესე იგი ურეკავს ეს და ვიცომ არაფერი აი ასეთი აგდებული დამოკიდებულება რომ არის ჭკვიანი ადამიანებისადმი და თქვენ რო გგონიათ ყველაფერი საკუთარი თავი იქ ტელევიზიის დირექტორს აქ ქალბატონ ესე იგი ბესელიას იქ სხვას იმიტოა კარგად საქმე. იმიტოა კარგად საქმე. ჩვენ ძალიან კარგად გავაანალიზეთ ის რომ რა პრობლემაა იმაში რა თუნდაც ვთქვით აი ხო ხედავთ არა აი დავჯექით ესე იგი თუ არ ველაპარაკებით ერთმანეთს გონია რომ ერთმანეთის მტრები ვართ. დაველაპარაკეთ და ყველა პრინციპულ საკითხში ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს. მაგრამ ეხლა იკითხავთ თქვენს და სწორია. კი მაგრამ თუ ერთნაირი პოზიცია რატო არ გადის? ბელადია უბედურება. ბელადომანია უბედურება. კერპთაყვანისმცემლობა უბედურება. აი ესაა დღეს უმღუპავს ქვეყანას. ერთნი ვართ, შეფასებები ერთ და იგივე გვაქვს. ფიქრობთ ერთნაირად და ჩვენი აზრი და ხალხის აზრი ახლოსაა ძალიან ერთმანეთთან და მივდივართ ბელადის აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის აზრს და პრაქტიკულად დიამეტრულად საწინააღმდეგოა არაერთ და ორ შემთხვევაში პრინციპულად შეიძლება ვთქვათ რომ უმეტეს შემთხვევაში. და ისინი წვეთენ ყველაფერს. ერთი კაცი წვეთს ყველაფერს. და ჩვენ გონია რომ და ვატყუებთ საკუთარ თავს და ტრაბახობთ აქ ასეთები ვართ ისეთები ვართ აი ძალიან ბევრი ვთქვით და ჰომეროსის ხარხარია თქო ამბობდით რომ როცა სომხეთში გვეუბნებოდნენ ახლა პიროვნება ვისაც ჩვენ შევხვდით მისი ხელმოწერა არის სომხეთის ფულზე ანუ ფული მისი მინისტრობის დროს გამოვიდა ესეთი პიროვნება რექტორი იმ უნივერსიტეტის და ის ამბობდა რომ ჩვენ როცა ვეუბნებოდით აი ჩვენთან ამბობენ ამას ჩვენთანაც მაგას ამბობენო ჩვენ პირველები ვართ ჩვენთან ამბობენ ახლა მოსახლეობის 90% ახლა რას უსმენს ახლა რას ამბობს ფაშინიანი იქეთ ან კიდე თქვათ იქეთ ალიევი რას ამბობს აი რო გამოდის აქ ჩვენთან ამბობენ ჩვენ პირველები ვართ ეს ვართ ის ვართ ეს ვართ აი ნუ იმ წუთშივე იწყება ლაპარაკი რომ ალბათ ჩვენ ყველაზე პირველები ვართ და როცა ჩავედით და ვნახეთ ბევრი რამ რამდენიმე სამნი ვიყავით ჩვენ ესე იგი იმაში ბატონი ზაზა ადეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და ეს კიდე ცალკე მინდა ეს ფენომენი რაღაც თქვა რომელიც იმერთობასთან იყო დაკავშირებულია რომელსაც ნუ თქვათ რომლის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ზაზა ადეიშვილი ჩვენ სამნი ვიყავით ამ უნივერსიტეტში და სამივეს სხვადასხვა პოლიტიკური იმიდან მოვდივართ მაგრამ სამივეს ერთი და იგივე აზრი ჰქონდა რომ აი ეხლა უნიკალური უნივერსიტეტი აქვს შექმნილი ბატონ კახაშენგელიას და მისი სიძლიერე რაშია შექმნა კარგი მაგრამ სხვაგან ეძებს კიდე თუ რაიმე კარგი იქნება რომ წამოიღოს ჩვენ ყველამ თქვით რომ აი ესეთი სპორტული კომპლექსი ასეთი სიჯანსაღი სტუდენტების და ყველაზე მთავარი რა იყო იქ ნახეთ რას აკეთებენ სომხები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები რომ სომხებად დარჩნენ ამას ქვია ეს უნივერსიტეტი არის შექმნილი ამისთვის რომ მათი შვილები უცხოეთში რომ ცხოვრობენ დაწყებული კოლუმბიიდან დამთავრებული მოსკოვით და რუსეთით რომ ჩამოიყვანონ მათი შვილები პირველ კურსზე ვერ ლაპარაკობს ვერავინ სომხურად მესამე მეოთხე კურსზე უკვე საოცარი სომხურით საუბრობენ ესენი მე ან რჩებიან სომხეთში ან თუ ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში ბრუნდებიან სწორედ სკოლებს ხსნიან იქ და მას ჩვენ გთხოვეს ერთი რამ რომ იქნებ ტელევიზიით მიდიოდეს ქართული ენის სწავლება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ეს ვერ მოხერხდა საქართველოში და აგერ უნივერსიტეტი შექმნა სომხეთმა აი რომელშიც 70% გარედან ჩამოსული არის მოგონთ გარედან ჩამოსული სომეხია ლაპარაკი და ეს სომხები უბრუნდებიან თავის ისტორიულ ფესვებს
ან რჩებიან ქვეყანაში, არ როცა ბრუნდებიან იმ ქვეყნებში, როცა მიდიან იქეთ, მერე მიდიან უკვე მასწავლებლებად და სკოლები იქნება. მე ვნახე მარნეულში მივდიოდით ხალხო, საქართველოს არც ერთ რაიონში ისეთი მშენებლობები არ მიდის, როგორც მარნეულში. კარგი ადამიანები არა ხარ, ჩამოდით ერთი და ჩადით ერთი და იკითხეთ, ვინ აშენებს? აზერბაიჯანელები აშენებენ. ჩამოსულები აზერბაიჯანიდან. დიახ, ბატონებო, დიახ. ნახეთ ერთი რუსთავში რა ხდება. პრაქტიკულად რაც იყიდება სახლი 80-90% აზერბაიჯანელები ყიდულობენ. ნახეთ აგერ ესე იგი ქუჩაზე ერთ-ერთი ქუჩა, რომელიც მე თვითონ ვიცნობ გარდაბანს გარკვეული პერიოდი 4 წელი მქონდა ურთიერთობა, როცა თბილისში მუშაობდი, იქ ეგრეთ წოდებული კურატორი ქვიოდა და ვიყავი. ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავდა მაშინ ბატონი ბოკერია სახით იმ რაიონს. და უბრალოდ ბევრი ვისწავლე მისგან და რაიონიც კარგად ვიცი. ქუჩაზე სადაც ცხოვრობდნენ 80% ქართველები, დღეს ორი ოჯახია ქართული და 90% აზერბაიჯანელი ჩამოსულები გარედან თუ შიგნით მცხოვრებლები ჩვენთან. ნუ მივესალმოთ ჩვენთან თქვათ დიდ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, მაგრამ მე გითხარით მარნეულში ჩადით ერთი რა მშენებლობებია. მე ქუთაისში არ არის ასეთი მშენებლობები, ბათუმში არ არის ასეთი მშენებლობები, დღეს იქ რომ არის. და პრაქტიკულად 1-5 წელიწადში ვერ იცნობენ რა გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყველა სკოლას, რომელიც აზერბაიჯანულია, დაფინანსება მიცა, მიწები უყიდა, პატარა მინის საწარმოები შექმნა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინის საწარმოები შეუქმნა, პროდუქცია იქ მიაქვს, ჩვენთან შექმნილი, ამათ ფულს აძლევს. აი რა ვნახეთ სომხეთში, ვებერთელა ესეთი ცენტრი შექმნილია კომპიუტერული და ამ კომპიუტერულ ცენტრში 200 მილიონი თანხა ამ კომპიუტერულმა ცენტრმა შეკვეთები მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აქედან 30-40% უნივერსიტეტს დაუბრუნა ფული. თავისთავად ფაქტს დააკვირდით თქვენ, რა მნიშვნელოვანი რამე ის, რაც აზერბაიჯანის მაგალითი მოვიყვანებენ, ჩემთვის სომხეთის მაგალითი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები სომხებად რჩებოდნენ, მათ ოჯახებში რომ სომხური განწყობა იყოს, ამისთვის უნივერსიტეტი რომ შეიქმნა და რომ ჩამოყავთ, ასწავლიან და წინვალე ესე იგი სომხურს აძლევენ და სომხურ ფესვებთან მიყავთ და ან რჩებიან მე ამ ქვეყანაში, ან თუ მიდიან იქ სკოლებს უქმნიან რაღაც გაერთიანებებს, რომ ასწავლონ სომხური. არ არის იდეალური ბატონებო. ჩვენთან ვამბობთ, რომ ეგერ შექმნილი აქვს საბრაგეთში, საბერძნეთში კულტურის ცენტრი, იქეთ შვედეთში აქვს კულტურის ცენტრი, გერმანიაში აქვს, ამერიკაში აქვს. ვინ ეხმარება ჩვენგან? აი კითხეთ, მე არ მინდა რამე კი ბატონო, მე რასაც ლაპარაკობ, არ მოგწონთ და გიყვართ ვიღაცას ეს ხელისუფლება, ვინ გიშლით? მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ, სწორი გზით წავიდეთ. თქვენ ვინც იმ ხელისუფლებას უჭერთ ხარს, რომელიც სწორი გზით არ მიდით, ეს არის მონური ფსიქოლოგია, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მე არ ვამბობ იმას, რომ ან მათ ვებრძოლოთ, ან ქვეყანას ვებრძოლოთ. მე ვამბობ იმას, რომ იქნებ მოუძებნოთ საერთოდ, როგორც აი გითხარით მე მაგალითია რა, ანუ ვთქვათ, რომ ერთად როგორი ხალხი ვიჯექით და მტრები გვეგონა ერთმანეთი და თურმე ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს ყველა პრინციპულ საკითხში. ერთი და იგივე. არავით არის სხვაობა, ვიმეორებ, მაგრამ გადაწყვეტილება რატო ხდება სხვა გადაწყვეტილების მიღება ბელადი. ბელაც არ უნდა ისე როგორც ყველას. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს არა ისე როგორც უმრავლესობას უნდა, არამედ როგორც ბელაც უნდა. ასე იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ ყველამ თქვა რომ ნაკლებად გაძლიერდა სააკაშვილის დროს, დღეს არის პრაქტიკულად ერთი კაცის არავით არის სხვა ვინმე და პარლამენტში პოლიტიკოსიც არ არის. რეალური პოლიტიკოსი არ არის, შეიძლება კარგი იურისტი იყოს ვინმე, კარგი ეკონომისტი იყოს და ღმერთმა უმუშალოს ქვეყანაში ასეთი ხალხი, მაგრამ აქ ლაპარაკია პოლიტიკოსზე. აი ეს არის რეალობა დღეს. მე ყველას ვეუბნებოდი და აი წელან გითხარით მაგალითი ამ ზაზა ადეიშვილის მაგალითი რომ გითხარით. იქ არ იყო მარტო ბატონი ზაზა. ერთი 7-8 კაცი იყო სამტრედიიდან. ბატონი კახა შენგელი არის სამტრედიიდან და თავისი ახლობლები ვინც იყვნენ, უნდოდა რომ ვთქვათ ამ მამის ესე იგი ეს ფეხბურთზე შეყვარებული კაცია, რადგან დაემთხვა მამის დაბადების დღე და ფეხბურთი დაემთხვა ერთმანეთს
და თანაც უნივერსიტეტში შეხვედრები და ჩემიც ასევე მოხდა მეც უნივერსიტეტში შეხვედრები და ჩემი ის დაემთხვა ერთმანეთს და ნუ აი ამიტომ დიდი მადლობა რომ ეს შეხვედრა რამდენიმე ესეთი სამტრედიელი მაგრამ ვინ იყვნენ ესენი ჩემს დროს მუშაობდნენ გამგეობაში არც ერთი არ იყო მოქალაქეთა კავშირის წევრი მე ხმამაღლა უთხარი მათ მე რო პარტიული პრინციპებით მენიშნა ხალხი არც ერთი თქვენ ხელისუფლებაში არ იქნებოდი თქო ბევრ რამეს დაკარგავდა სამტრედია ბევრ რამეს დაკარგავდა სამტრედია ესენი ძალიან ჭკვიანი, ძალიან კარგი და კიდე ამ დღეებში უყურებდი ამ ხალხს და აი სიხარულით ვიყავი იმის გამო რომ აი ესე იგი როდესაც მქონდა საშუალება მე კვალიფიკაციას და უჭერდი მხარს პრინციპული ჩემთვის იყო სწორედ ეს წესიერება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ვიდრე ვთქვათ რომელი პარტიის წევრი იყო ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას შეწირა საკუთარი თავიც და ქვეყანაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც წირავს ოცნებას ვითომ ქვეყანაში მეტი არავინ არ არის რეალურად ეხლა არ მინდა ეს სიტყვები მაგრამ ყველამ თქვა რომ კი მაგრამ ასეთ პროგრამები თუ გაქვთ ტელევიზიებით რატო არ არის და მე როცა მოუყვები რომ ეს კი არა და გატეხეს Facebook-ის გვერდი ტელევიზიის და ასე შემდგომ სახტად დარჩნენ ესენი სახტად რეალობა არის ეგ ბატონებო მე გვიმეორებ რომ სამტრედიაში ეს ხალხი მე რომ პარტიული პრინციპებით მე ხელმძღვანელა არც ერთი თანამდებობებზე არ იქნებოდნენ მაგრამ დაკარგავდა ძალიან ბევრ რამეს სამტრედია ძალიან ბევრ რამეს და ესეთი კეთილი განწყობა რომელიც ნუ ამ შეხვედრაზე კი არა იქ მანამდეც არის ჩვენთან ამ ურთიერთობებში არის იმის გამო რომ ისინი ამბობენ დღესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე რომ ესე იგი არავითარი პარტიული პრინციპი არ მოქმედებდა იმერეთში მოქმედებდა პროფესიონალიზმი კი ვერ ვახერხებდით შეიძლება ყველაფერს ვერ ვაკეთებდით რაღაც ამის იმით მაგრამ პრინციპი იყო სწორი დღეს პრინციპია მცდარი პარტია და სხვა არაფერი იყავი ცუდი იყავი როგორიც გინდა ოღონდ იყავი ბიძინა ივანიშვილის მონა ერთგული მისი და ქვეყანა თუ გინდა რაც გინდა ისი ლაპარაკეთ ლანძღი აგინე და რაც გინდა გააკეთე ეს რა პრინციპია და როდესაც ასეთი ადამიანები მე მაგალითად მოქალაქეთა კავშირის ორ წელს ვუთხარი რომ მოდი თქვენ თუ შეგიძლიათ ღიად აი ამ დღეებში პირდაპირ რა ჩემი ნათქვამია და ნახოთ რა პასუხს მივიღებ ერთი კვირის განმავლობაში ვეუბნები აი აგერ რაც შინაგან საქმეთა მინისტრს სხვა მინისტრებზე ითქვა მე ხوار გეუბნებით რომ ყველაფერი მართალია რას ტელევიზიებმა გადმოცეს მაგრამ დავანებოთ გადავდოთ გვერდზე რაც არის მოდი ჩვენ შევამოწმოთ აი მისი დეკლარაციების მიხედვით გავაანალიზოთ მე ვიქნები ამ კომისიაში თქვენც იყავით სხვადასხვა იმის წარმომადგენლები იყო და მოდით ვნახოთ ეს მინისტრები რომლებიც არიან მე მიმაჩნია რომ ასეთი მდიდარი მინისტრები ძალიან მდიდარი მინისტრები ყავდა მიხეილ სააკაშვილს მაგრამ სწორად ითქვა ამ იმაზე და მე ვასწორებ ამ 5-6 მინისტრი სხვებიც რაღაცას აკეთებდნენ მაგრამ 5-6 განსაკუთრებულად ძალიან ასეთი მდიდარი მინისტრები როგორც ბიძინა ივანიშვილის ხავს საქართველოს ხელისუფლებას არ ყოლია ასეთი სიღარიბე და ასეთი დაცილება ხალხის ძალიან დიდარსა და ძალიან ღარიბ შორის საქართველოში არ ყოფილა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯურღმულია დიდარსა და ყველაზე ღარიბებს შორის ეს ხო რეალობა და მე მათ ვეუბნები რომ მოდით ერთად აი მე ვეუბნები მეთქი გამოვდივარ ვეუბნები რომ მე ვეუბნები უკვე ამ პარლამენტის წევრები რო არიან და რომ ამ ხელისუფლებასთან კარგად რო არიან ვეუბნები რომ მოდით რომელიმე ერთი გამგეობა თბილისის მერია მე გარწმუნებ თქვენ რომ ან იმ ფულით რომელიც თბილისის მერიაშია როგორც მინიმუმ 5-7 ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება გვეღო თბილისში მე ვამბობ როგორც მინიმუმ და ვეუბნები რომ ამასაც დაგიმტკიცებთ ოღონდ შევიდეთ ერთად მოგვეცით საშუალება რომ შევიდეთ ან კიდე კორუფცია როგორია თბილისში და ნებისმიერ თბილისი არ გინდა ნებისმიერ ვაჩვენებთ როგორი კორუფციაა ეს იმას ხო არ ნიშნავს მე ვამბობდე რომ შევარნაძის დროს არ იყო პირიქით მე ვამბობ რომ მან შეუწყო ხელი და გაძლიერდა სააკაშვილის დროს გაძლიერდა ბიძინა ივანიშვილის დროს ღმერთმა უკნას რომ ქვეყანაში ამაზე დიდი სიმაღლე კორუფციას ჰქონდეს ეს უკვე ამის გაძლებაა შეუძლებელი მაგრამ ეს ყველაფერი მოდის შენიღბულად ვერ გზნობს ხალხი ამას ყველანი ერთნი აღმოჩნდით ჩვენ იმაში როცა ვამბობდით რომ
მე ვეუბნები, სწორი იყო ეს ბატონ მიხეილ მაჭავარიანთან მქონდა ამის ისა და კურსია რა თქმა უნდა, სხვების კურსი არიან. სწორი იყო რომ აი კუპონების იმის დროს შეიცვალა ფული და კუპონების ესხება დაიღეს. დიდი დანაშაული ამბობს. რა გვაქვს ჩვენ იგივე? მაშინ ვინ გააკეთა ეს? როცა ვეუბნები რომ თქვენმა მეგობრებმა ხო აიღეს, კი, თვითონ შეძუხთ ამ იმაზე, მაგრამ უთხარი გვარები. ამათ ხო აიღეს, არ უთქვამს ისა უარყოფა. კაცმა მოიკლა თავი. სად არის ეს სიები? გამქრალია. ვინ აიღო ეს ესხები? რამდენი ხანია ვსაუბრობ ჩვენ? რომ ეს უნდა პროკურატურაში ეს რა მიიტანა პროკურატურაში კაცმა და რაც დრო გადის მით უფრო მიძლიერდება აზრი რომ კი არ მოიკლა თავი დვალიშვილმა, არამედ მოკლეს. რადგან ესია რომ მე დასამარებული იყო და აღარ გამოჩენილიყო. ვეუბნებით პრივატიზაცია ნულოვანი სწორი იყო? ყველანი ამბობს არასწორი. ეხლა გვეუბნებიან ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, ვისი მოთხოვნა იყო. ანუ დადასტურდა რომ მეცნიერთა კონგრესში რა მოსაზრებებიც არის, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს იგივე მოსაზრებები აქვთ, ანუ ეს არის დიდი ნახტომის გაკეთების საშუალება ქვეყანაში. დიდი ნახტომის. როდესაც იმას კი არ გიმტკიცებენ, რომ აი რას ამბობ, აი ასე და პირიქით, რაც რომ ამბობ თეზისებს, რომ ამბობდით, აი ამ მეცნიერთა კონგრესში ამაზეა მოსაზრება, ამაზეა, იგივეა მათი მოსაზრებაც. მაგრამ ამათ ბევრს დღეს ვინც არიან ხმამაღლა არ შეუძლია თქვა და ისინიც კი ბევრნი იკავებენ თავს, იმიტომ რომ ბევრი რამ დაკავშირებულია ბელადთან და ისევ იმ ბელადების პარტიებში არიან. ხო უნდა დამთავრდეს ეს ბელადომანია ქვეყანაში. 21 საუკუნეში რომელ ბელადებზეა ლაპარაკი ხალხო. აი როგორი სერიოზულია ვთქვათ ის მოსაზრებები, აი რომელზეც ჩვენ და აი რა სერიოზული დასკვნების გაკეთების მე ბევრი რამ აქვს ჩემთვის მოხაზული. ეხლა დარწმუნებული ვარ ისინი კიდე გადახედავენ იმ პროგრამებს, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და მივეცით ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, აი ეროვნული პარლამენტის ესე იგი აი ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის იდეა, სხვები და სხვები. იქნებ აი რაღაც ამ ფეხბურთმა არა მარტო გაგვამარჯვებინა, არამედ რაღაც აი კარგ სიმაღლეზე აიყვანა ეს მე დამარწმუნა იმაში რომ აი როცა ვთქვი ბოლოში არის რამე პრობლემა იმაში რომ ჩვენ აი რომ დავჯდეთ თუ გარედან არ ვიმართებით და ფულს არ ვიღებთ გარედან არის რამე პრობლემა რომ შევთანხმდეთ იმაზე აი ვთქვათ მოდელი როგორ უნდა იყოს მართვის სისტემის. ყველა მეუბნება არავითარი პრობლემა არ არსებობს. ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის დაპირისპირება და სათაური რა აქვს დღევანდელ ჩემს იმას გამოსვლას რომ აი ამ სიტუაციაში როცა ეს განწყობაა ხალხში, როცა ხალხის განწყობასთან ახლოს არის დღევანდელი თუ წინა პარლამენტარების მოსაზრებები და პოზიცია ახლოს არის ხალხთან და როცა მიღებული გადაწყვეტილებები ბელადების კარნახით მიღებული გადაწყვეტილებები დაცილება როგორც პარლამენტარებთა უმრავლესობის აზრთან, ასევე ხალხის აზრთან, ჩვენ ხო დასკვნა უნდა გავაკეთოთ ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ეს ქვეყანა გვიყვარს, თუ რაღაც გვინდა რომ ამ ქვეყანაში გაკეთდეს. დღეს სათაური რომელიც მივეცით ჩვენ ამ იმას, რომ დღეს არათუ შეცდომა და დანაშაულია უფრო სწორად აბა ესე იგი დაპირისპირება, არამედ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არც დრო უნდა კონდეს და არც განწყობა იყოს დაპირისპირებაში. ხელისუფლებაში თუ ხარ თუ ხელისუფლების გარეთ. ერთი რამ რომელსაც ჩვენ ხალხს რა მოწონს, ჩვენ ვამბობდით ამის თაობაზე, ხალხს მოწონს, აი დღეს რატო ირჩევდნენ? აი თქვით აი ელჩიბეი როგორ აირჩიეს, როგორ აირჩიეს სხვა ბევრი ვინმე გავიხსენეთ ამ იმაზე და თქვათ მაგალითები როგორ გამოვიდა და გააკრიტიკა ვიღაცა და აი რო გააკრიტიკა კარგია. ამ კრიტიკის უკან რა დგას და ვინ დგანან ამ კრიტიკის უკან და ვინ არიან ისინი რომელიც იცავენ, ეს არის მთელი უბედურება ამ პოსტსაბჭოთა სივრცის. ის გამკრიტიკებელის აზრი რომ იყოს, ის გამკრიტიკებლის აზრი კიდე არ აუშავს. ის სხვისი თავით დადის, ვინც არის გამკრიტიკებელი. ის საკუთარი თავით არ დადის, არც საკუთარი ფეხებით მე მგონი.
ფიზიკურად საკუთარი ფეხებია, მაგრამ თავი მისი არ არის, რომელთაც დადეს. სხვისი თავი დადიან ესენი. ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ ერთ აზრზე, რომ გარედან მართული ხელისუფლება ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. გამოსავალი როგორ არ არსებობს, ყველანაირად არსებობს გამოსავალი, ყველანაირად. რომ აი როდესაც მე ვამბობდი, რომ თქვენ ვინმეს მიგაჩნიათ, რომ აი თქვათ დიდი ეროვნული თანხმობის გარეშე, დიდი ეროვნული თანხმობა ვინმეს გონია, რომ ან ოცნება უნდა გაეგოს ფეხქვეშ ნაციონალურ მოძრაობას, ან ნაციონალური მოძრაობა უნდა გაეგოს ფეხქვეშ ოცნებას. ვინ გითხრათ ბატონებო ეს? ვინ ამბობს ამას? მე როდესაც მას უთხარი, რომ როგორ შეიძლება ფორმირება გაუკეთეს ეროვნული თანხმობის პარლამენტს და მაგალითები მოვიყვანე, აი თქვა ზესტაფონში რო ჩავატარეთ, ან თბილისში ექსპერიმენტები რო გავაკეთეთ, ყველა მოხიბლულია. ყველა ამბობს, რომ სწორედ აი კარგი პოზიცია ეს და როგორმე გამაგრება უნდა. რა თქმა უნდა, შეიძლება შევცვალოთ ზოგიერთი რამ გვიკარნახონ, გითხრან თქვენ ხვემაც, აბა რისთვისაა ეს გადაცემები? იმისთვის, რომ მე რაღაც ლექციები ვიკითხო. ეს არის იმისთვის, რომ მე გეუბნებით ჩემ მოსაზრებებს და გარკვეულწილად ექსპერტიზას ვუკეთებ. მე ამ დღეებში და ამ 1-2-3 თვეა ექსპერტიზას უტარებ ყველა იმ შეფასებას. მეცნიერებთა აკადემიაში მივდივარ, მეცნიერებთან მივდივარ, ქუჩაში მივდივარ, მეტროში ვარ, ავტობუსში ვარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქალაქიდან ქალაქში თუ სხვაგან ყველგან ვაკეთებ ექსპერტიზას იმ პროგრამული შეფასებების და პროგრამების, რომელიც ჩვენ გვაქვს მეცნიერთა კონგრესში. და აბსოლუტურად წინააღმდეგობაში არსად, როცა ხალხთან მივდივართ, ყველა მხარს უჭერს. მაგრამ ბელადია უბედურება. არა და ქვეყანა აგებულია ბელადზე. თუ ვინმე მახსენა ბიძინა ივანიშვილია, ესე იგი შენ სააკაშვილს უჭერ მხარს. მე გეუბნებით, რომ ერთიც საჭირო ამ ქვეყნისთვის, მეორეც, მაგრამ პირველი პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყოს და იმას ამხელა ამბიციები არ უნდა გქონდეს. ჩვენ ვლაპარაკობთ ზომიერად, ქართულად, რომ ერთმანეთი კი არ დავიჭიროთ, კი არ ვლანძღოთ, კი არ ვაგინოთ. მთა ტერიტორიები აჩუქა ღარიბაშვილმა თავის ცოლს. იმან კოსტუმები იყიდა. რით განსხვავდება ერთმანეთისგან? თვითმფრინავით წაიყვანა თავისი შვილი გემაში, რა ქვია, ამერიკაში. და ფული საიდან გადაიხადა, ამდენი კაცმა არ იცის. და ნახეთ ერთი მინისტრებზე და იმას ვლაპარაკობთ, რა ქონებები აქვს. და მე როცა ვამბობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი რისთვისაც არის დაჭერილი, ამისთვის დღეს ყველა მინისტრის თუ არა 99% მინისტრების დაჭერა შეიძლება დღევანდელის და არა μόνο მინისტრების ხელისუფლებაში. და ხელისუფლების გარეთ ნაცსავები და მეგობრები რომ არიან თქვენი. ისევე მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი რაოდენობა მინისტრების და ძალიან ბევრი ხელისუფლებაში და ახლო ნაცსავების დაჭერა შეიძლება. ისევე ვინც იყვნენ იმისი, რა ქვია, შევარდნაც იმას პერიოდში. დღეს ძალიან ამ პირდაპირ და ღია საუბარში ითქვა, რომ ვთქვათ ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც რაღაც საქმე გააკეთა, მე ვატყობ ტელევიზიაში ვერ მომყავს ეს კაცი, ეკონომისტია. ვერ მომყავს, ვეუბნები, მოდით დავილაპარაკოთ. ფული აქვს აღებული ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ მოვა იქ? როდესაც მინისტრი იყო შევარდნაძის იმაში ხელისუფლებაში. და ჩვენ ამ ხალხს კიდე ან ტაშს უკრავთ, ან აუდიტორიებს ვაძლევთ, ან აკადემიკოსებად ვირჩევთ. ძალიან სერიოზული დასკვნები და გაკვეთილებია, ასე იგი, ძალიან სერიოზული დასკვნებია გასაკეთებელი, ძალიან მძიმე გაკვეთილებით იარაღ ქვეყანამ. არ არსებობს არავითარი ტყუილა ფიქრობს ნებისმიერი ვინმე, რომ ვიდრე ქვეყანაში დაპირისპირებული მხარეები არსებობენ, მანამდე გარედან აწყობ დაპირისპირებული მხარეები და ერთ დაპირისპირებული მხარეს ერთი აფინანსებს, მეორეს სასაული რამეები მოვისმენე ამ პერიოდში. ვინ გეკითხებათ თქვენ, ან ბატონ კალაძეს, ან პრემიერ-მინისტრს, ესე და ომის პარტია და ესე იგი რაღაც იგონებთ ასეთ რამეს. გამოვიდა გუშინ და ტრამპი თქვა, რომ ვისაც თქვენ ომის პარტიას ეძახდით, ჩემ მეგობარია. და 27-ში შეაქვთ მეგობრობის აქტი პარლამენტში, ზედებაში, რა ქვია, კონგრესში. აგერ 1 აპრილი მოდის კიდე. დარწმუნებული ვარ, ეხლა ბიძინა ივანიშვილი გაწირავს რამდენიმე პიროვნებას. მე არავითარი შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმე ის პიროვნება, რომელზეც საუბარი არის, რომ შეიცვლება ამ პრემიერ-მინისტრს, რო შეცვლიან, ამაში ეჭვი არ მეპარება.
მე არ მეპარებ ეჭვი, იმიტომ რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა და ტონი ლაპარაკის და საუბრის, ესე იგი აი ამ ევროპასთან, ამერიკასთან ესეთი ტონი დიპლომატიურიც არ არის და არავითარი ეს არის ტონი იცით რა ბიზნეს ასე მოეწონება. კი, ბიზნეს აწყობდა ასეთ რამეში შესვლა, რომ მე უკვე გაცვლა მოახდინოს. აი მე კი გადავირჩინო საკუთარი და შევწირო ვიღაცა. ეს დამკვიდრდა ამ ქვეყანაში ასეთი პრინციპი. სხვაზე არ იყო, არ არის ლაპარაკი, არც ჩვენი ისინი აპატიებენ ვინმეს გონია რომ როცა ჩვენ ვამბობდით ევროპას ნუეგებით ფერქვეშ, ამერიკას ნუეგებით ფერქვეშ, კონსტიტუციაში წერდით იმას რომ ამერიკა და ევროპაა ჩვენს ყველა პერიოდი. გამოდიხარ და დღეს მეუბნებით რომ ყველაფერი როგორ შეგეშალათ, კონსტიტუციაში რაც ჩაწერეთ იქ შეგეშალათ. პრეზიდენტი ერთი შეგეშალათ, პრეზიდენტი მეორე შეგეშალათ. ჩვენ გველაპარაკებით აქეთ ამ იმას და ჩვენ გვეუბნებით რომ თქვენ ხართ ჩვენი ისინიო და გვებძვითო, ჩვენ გებძვითო, თქვენ ებძვით საქართველოს. მე ვთვლი რომ ვინც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებას არ უჭერს მხარს, ებძვის საქართველოს. მე ვთვლი რომ ვისაც არ უნდა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ბაზაზე მოხდეს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან და რომ ქართულ ინტერესზე და ეს ქართული ინტერესი არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ქართულ ინტერესზე მოხდეს ზრდება სხვა ქვეყნების ინტერესების და განსაკუთრებით დიდი ქვეყნების, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ებძვის საქართველოს. ვინც ამერიკასთან ასეთ ტონში ლაპარაკობს, ებძვის საქართველოს. ვინც ევროპასთან ასეთ ტონში ლაპარაკობს, ებძვის საქართველოს. თქვენ მოწონხართ ძალიან ბევრი ვინმე რომ ასე უთხრა ამ ამერიკის კონგრესმენს და იმას და ამას. მე არა ვარ ამის მომხრე. სხვისი მაგინებელი კაცი ქვეყანას კარგს ვერ გაუკეთებს. დარც მინახავს მე ქვეყნისთვის გაკეთებული კეთილის საქმე იმ ხალხისა, რომელიც ხვის ლანძღვა გინებაზეა გადასული. ქალაქის მერია ფულის ხარჯვით და შიგნით იმის არის ბარდაგი. ცუდი სიტყვა ვთქვი, მაგრამ ვადასტურებ და ვუთხარი მე რამდენიმე პარლამენტარს ამ დღეებში და სხვებს ვეუბნები რომ აი ხომ გვასემძიმეთ, გავიმეორებ მეთქი ამას მე ყველაფერს ვთქვათ გადაცემაში პარასხებს და რომ გაგაღიზიანოთ და გითხრათ რომ რა უნდა ერთი ამ თემაში შეშვით, მართლა მოდით შევამოწმოთ რა არის და ნახეთ მე რა იქნება და როგორი იქნება. იმიტომ ხო არ არის რომ მე ვებძვი ვინმეს. ჩემი პოზიცია არის რომ ადამიანი რომელიც არ ზის თავის სკამზე ის უკვე უწესოა. უწესობა არ არის მარტო ის რომ ქთამს იღებ თუ არ იღებ. ესენი ქთამსაც იღებენ და სხვის სკამზე ძიან. თუ პროფესიონალიზმი ძიხარ იმ სკამზე კიდე არ აუშავს. არც პროფესიონალიზმი გაქვს იმ სკამის. არც წესიერება გაქვს იმ სკამის. არც ინტელექტი გაქვს იმ სკამის. არც გაბედულება გაქვს იმ სკამის. არც ენერგია გაქვს იმ სკამის. ჩვენ ვართ კიდე დამნაშავე. მართლა აღრეულია ყველაფერი. და არ შეიძლება რომ ბიზნესად აქციო, აი როგორც გააკეთა, ესე იგი ჩარჩულ მოედნად აქცია, ფულის ჩარჩულ მოედნად აქცია, იქცა ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა და ბიძინა ამანიშვილმა დაადგა მას ყველაფერს გვირგვინი. გვირგვინი დაადგა. როდესაც მე მაქვს ხელთ დაახლოებით 50-ზე მეტი 100-თან მიახლოებული სხვადასხვა თანამდებობის პირი, აქედან 20-30% დღევანდელია, 20-30% სააკაშვილის დროინდელია, 15-20% ფარგლებში, ესე იგი შევარდნაძის 1-5-7% ფარგლებში, ესე იგი გამსახურდიას პერიოდის წინ არიან და როცა ამათი გამსახურდიას პერიოდის ფიგურების, სერიოზული ფიგურების, შევარდნაძის პერიოდის სერიოზული ფიგურების, სააკაშვილის პერიოდის სერიოზული ფიგურების და ბიძინა ამანიშვილის პერიოდის სერიოზული ფიგურების მოსაზრებები პრინციპულ საკითხებთან ერთი და იგივეა და ქვეყანაში კი გადაწყვეტილებები სხვანაირად მიიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ მართვის სისტემა არის ავადმყოფი. ავადმყოფი მართვის სისტემა ეძებს ავადმყოფ პოლიტიკური ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანებს პოლიტიკურ ჭრილში. და არ შეიძლება რომ ესე იგი სადაც სისტემა ავადმყოფი, ჩვენ იქ საზოგადოებაში სიჯამთელე იყოს. მართვის სისტემა არის საქართველოში ავადმყოფი. კორუმპირებულია მართვის სისტემა.
ვერ შევძლებთ ამ მართვის სისტემის ჩვენ ერთეული პიროვნებების მოხსნით, დანიშვნით, პირიქით. ეშინია საერთოდ ერთი მინისტრი არ გაუკრიტიკებია ბიძინა ივანიშვილს, ერთი. საჯაროდ ვინმეს მიმართ ნებისმიერი პრეზიდენტი ნახეთ რა მოსაზრებებს აღალიბებს და როგორ მწვავე გამოსვლები აქვს და რაღაც ისინი საქართველოში აბსოლუტურად ჩვენ ბევრი სხვა ის მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს პარლამენტები ხო ჩამოთვალეთ ჩვენ მე ვეუბნები რომ ბიჭო ნახეთ ერთი ამათ ვეუბნები კარგი გაგებით რა მართლაც აი რომ აი ბიჭი უნდა იყო კაცი უნდა იყო რომ ნახო როგორ ცხოვრობენ პირველი პარლამენტის წევრები რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა მათხოვრებად აქციის მათხოვრებად ბევრი წავიდა შიმშილით წესიერები იყვნენ 80% არის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველამ დავადასტურეთ ვინც ვიყავით 80% ბალტიისპირეთის ქვეყნებში დღევანდელი მოქმედი დეპუტატის და ყოფილი დეპუტატის ხელფასი არის მაგრამ ეს რატომ არის მე იმას კი არ ვამბობ რომ როდესაც ეს პრინციპი შემოვა მაშინ 11 და 12000 და 15000 ლარი კი არ იქნება დეპუტატის ხელფასი იმათი ხელფასის შემცირებით გაიზრდება 80% რომ იყოს, ანუ 6-7000 ექნება, ვთქვათ, იმას, ვინც არის მოქმედი დეპუტატი და სადღაც 4-5000 ექნება, ვინც არის ყოფილი დეპუტატი. ამას რამდენი აქვს? 3-ჯერ მეტი და იმ დეპუტატებს, რომლებსაც დამოუკიდებლობის აქტს მოაქცევეს ხელი, 12-ჯერ, 13-ჯერ ნაკლები აქვს დღევანდელ მოქმედ დეპუტატზე და დღევანდელი მოქმედ დეპუტატები არიან მილიონერები. პოლიტიკოსი არ არის პრაქტიკულადში. ეს არ არის მახინჯი მართვის სისტემა. 1000 გზის მithქვამს, რომ დამოუკიდებლობის აქტს ვინც მოაწერა ხელი ამერიკაში, სიკვდილამდე ასეთი ადამიანები ამერიკის პრეზიდენტზე $1 მეტს იღებდნენ. ბალტიისპირეთში ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, იღებენ ისეთივე ხელფასს, როგორცაც იღებენ დღევანდელი დეპუტატები. საქართველოში 11-12-ჯერ ნაკლებს გამასხრებულია ყველაფერი. საქართველოში 30 წელია ყოველთვის ერთი კაცი ლაპარაკობს მე ვარ საქართველო. მოვიდა მეორე მან თქვა მე ვარ საქართველო. მოვიდა მესამე ხელისუფლება მან თქვა მე ვარ საქართველო. არის დღევანდელი ხელისუფლება მე ვარ საქართველო. მე ვარ საქართველო ამას უნდა ამბობდეს ყველა ქართველი და არა ხელისუფალი. და მე ვარ საქართველო ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას კიდე. როცა ამას ამბობს მე ვარ საქართველო რიგითი მოქალაქე, მისი პასუხისმგებლობას დიდია, რომ ასე არ პარპაშობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველას ჩვენ ვინცაც ვაუბრობთ, ერთი და იგივე აზრი გვაქვს უსაქმრობა აპარატებში და ესე იგი აპარატი 10-15%-ია საკმარისი, ორჯერ მეტი საქმე გაკეთდეს ვიდრე დღეს 10-15% მოხელეებისა, რომელიც დღეს არის 10-15% პროფესიონალები რომ დარჩნენ 2-3-ჯერ მეტი საქმე გაკეთდება. ყველაფერი რაც ეს დახმარებების და ესენი სისტემაა ვატყობი, აბსოლუტურად ყველას მიგვაჩნია რომ არასწორია. მაგრამ ერთი კაცი წყვეტს ყოველთვის ყველაფერს და ის ერთი კაცი წყვეტს ისე როგორც თვითონ აწყობს რომ მონური ფსიქოლოგია იყოს და ამბობდნენ მე ხელფასი გამიზარდა ბიძინა ივანიშვილმა, მე პენსია მომცა ბიძინა ივანიშვილმა, მე დახმარებას მაძლევს ბიძინა ივანიშვილი. მივიდა აგერ არგენტინაში კაცი და თქვა რომ აბსოლუტურად არავის გაბედა, გარისკა. და თქვა არავით არის დახმარება. თუ მართლაც სიკვდილის პირზე არ ხარ, არავით არის დახმარება. გადაცა ეს ფული ბიზნესმენებს ჩაატარა ტენდერი და ვინ აქ მაყოფილი ქვეყანა სიმდიდრე წამოვიდა. ყველა ვისაც მათხოვრულ დახმარებას აძლევდნენ უკვე 5-ჯერ, 6-ჯერ და ზოგს 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ხელფასი აქვს. ადამიანები გამოვიდნენ მდგომა რომ გალაღებულები დადიან, ჯიბეში ფული მიიღეს და მათხოვრული რამე არა აქვს და ასე ბევრი სიკეთე და რამე ჩამოაყალიბა, მაგრამ იმას პოლიტიკური გამბედაობა აქვს და გადადგა ეს ნაბიჯი. ამას ვეხვეწებით ჩვენ რომ ყველას ერთი და იგივე აზრი აქვს, რაც ვსაუბრობდით რომ საბანკო სისტემა მოსაწესრიგებელია.
რომელსაც ასიგებელია, უნდა შევისწავლოთ პრივატიზაცია, იმიტომ კი არა ნულოვანი, რომ ვინმე სამე წავართოთ, უთხრათ რომ ხალხო მილიონის შენობა, მილიონის ქონება ჩაიგდე 10,000 ლარად? აბა ერთი შექმენი ერთი იმ დანარჩენი მილიონით შექმენი სამუშაო ადგილი, რამე თუ არ შეგიქმნია. შექმენი რა თუ გაციხარ? ღირსეული ხელფასი შექმენი სამუშაო ადგილი დაიკელი ცოტა. შენ ასე დიდრულად რო ცხოვრობ და გააკეთე. აი ეს იქნება შეკრული ქვეყანა. ვარ ბედნიერი რომ ამ ერთთვის განმავლობაში და გავაგზავნებ ამას რომ ექსპერტიზა გაუკეთე ყველა იმ შეხედულებას, პრინციპულ შეხედულებებს, რომელიც ჩამოყალიბდა მეცნიერთა კონგრესში, მახარებს რომ ყველა თაობის წარმომადგენლებს მახარებს ჩვენთან უკან იჯდა პიროვნება, რომელიც ერთი ოპოზიციაშია, მეორე ხელისუფლებასთანაა. ორივენი იყვნენ 25 წლის. და ორთავენ თქვენს რომ ჩვენ დიდი გავკეთილი მივიღეთ ამ მოგზაურობის დროს და ეს იყო ჩვენთვის საოცარი აკადემიაო. ნუ ის საუბარი რომელიც გქონდა მანქანაში. ანუ ისინიც კი ამას ყველაფერს იზიარებენ. ამ ქვეყანას აქვს დიდი რეზერვი და პოტენციალი იმისა, რომ შედგეს დიდი ერთობა სწორი პოლიტიკის პირობებში და ამის სათავეში უნდა იყოს ხელისუფლება არა დაპირისპირებაზე. ეჩხუბებით გამას კორუმპირებულებს და იმას ეძახით, მე ყველაზე ეძახით კორუმპირებულს სხვას, მე ძალიან აღარ მინდა რომ ასეთ კორუმპირებული მე რიყავდეს საქართველოს მომავალში, როგორებიც არიან დღეს და თუნდაც კალაძე. აღარ მინდა. ერთ-ერთმა პიროვნებამ იმდენი რამე შემოიტანა იქედან იმის დროს, რომ 100,000 დოლარი თუ ევრო დაუბრუნდა ფული უკან. წარმოგიდგენიათ რა უნდა შემოიტანო, რომ დუდი ფრიზე 100,000 დოლარი დაგიბრუნონ უკან. რა წესიერებაზე ლაპარაკობ თქვენ? ამას ხო გადამოწმებას რა უნდა ეს უთხარი მე რომ მოდით აი ეს ფაქტები გადავამოწმოთ. სწორია თუ არა? რატო გეშინიათ? ვიცი რომ ბევრი usmენთ ამ გადაცემას. და ეს 27 და 30 კაცი არ usmენს ამ გადაცემას. 300-400 კაცია რომელიც usmენს. და ნახავს კიდე ძალიან ბევრი. არავის არ ვიჩხუბებით, არავის არ ვებძვით, ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სასწაულის შედეგი იყოს და ამ ქვეყანაში მართლაც შეიძლება ცხოვრობდეთ ბედნიერებით, რომ დიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ცხოვრობდეთ. და თუ ცხოვრობ დიდარ ქვეყანაში ღარიბად, ცხოვრობ იმის გამო, რომ მართვის სისტემა ავადყოფი. დავამთავრებ იმით, რაც გენიოსმა კაცმა დიმიტრი უზნაძემ თქვა, ჩვენ გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღარიბები ვართ. არამედ ღარიბები ვართ, იმიტომ რომ გლახები და მონები ვართ. დიმიტრი უზნაძემ თქვა, რომ ჩვენი უბედურება არის იმაში, რომ გლახები და მონები ვართ. სიღარიბეც აქედან მოდის. ჩვენი ეს მონური ფსიქოლოგიაც, ყველაფერი ეს ჩვენი მომავალის რო იკარგება, იღუპება, ყველაფერი მოდის იქედან, რომ გლახები და მონები ვართ. და ამიტომ ვართ ღარიბები. არაფერი, ამას ვამბობდა ილია ჭავჭავაძე. მე გაგვიძებთ და თქვენ გადაბრუნებით მეორე გვერდზე იწყებთ იმას. ყველაფერი უნდა ნელ-ნელა. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ერთდროულად მოხდება. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ რამდენიმე ათეული კაცია საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ერთად და ტრიბუნა კონდესო. ასეთი ათეული კაცი ძალიან ბევრია, იმ 50 კაცით და 200 კაციანი სიარო გამოგვიანდება, ნახავთ, როგორია ეს ხალხი, მაგრამ ტრიბუნა ჭირდება ამას. ამიტომ არის საჭირო, ან რომელიმე ტელევიზია, ვისაც კი შეგიძლიათ, ძალიან ბევრმა მითხრა, აი აგერ TV პირველზე გამოვაი ამაზე, ვერავინ ვერაფერი ვერ შეძლო. პირველ არხთან დაკავშირებით გეუბნებით, რომ ვახში ჟვანიას ტანჯვა წამება აქვს გადატანილი, უსირცხვილოდ იქცევიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ თვეში ალბათ თუ რაღაც 40-მდე მეცნიერი და ეს მივალთ პირველ არხთან. სხვა გამოსავალი არ არის. და გავაგებინებთ იმას, რომ რა არის რატომ მეცნიერთა კონგრესს, რატომ თქვათ ქართული ერთობის დარბაზს, რატომ თქვათ ამ შემთხვევაში არ აქვს თქვათ ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ იმ პოლიტიკურ ალიანსს. და რატომ ებრძვით ტელევიზია ქართულ ტივს, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ჭირდება, 15-20,000 არის მინიმუმ ის ზარალი, რომელიც მოგვაყენეს ამ პერიოდში. დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა ეს შეხვედრები, ქალბატონი ლუარა ნიჟარაძემ რაღაც მიმართვაც დაწერა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ 26-ში კიდე გარკვეული ესენი გვინდა მოვიწვიოთ და უთხრათ ადამიანებს, რომ აი რაღაც ვთქვათ რაღაც პატარ-პატარა რაღაც
მიეხმარონ და აღმოჩნდა ძალიან ბევრი ახლა დღეს მითხრეს რომ ჩამოვდიოდი ბატონი რომან რურუა მოვიდა და 400 ლარი დატოვა ისევე ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა რომელიც ძმის იმაზე წავიდა 100 ლარი იმან დატოვა რატომ იმიტომ რომ ჩვენ ეს თუ არ აღვადგინეთ და დაიწყო უკვე პრაქტიკულად ამისისა და ყველას ვეუბნებით რომ ეროვნული საქმე ვაკეთოთ რა როგორ შეიძლება რომ ტელევიზია რომლის სათავედან მერა ბერძენიშვილი იდგა რეზო ჩხეიძე იდგა ანზორ ერქომაიშვილი იდგა არნოლდ გეგეჭკორი იდგა რეზო ბალანჩივაძე იდგა გიგა ბათიაშვილი იდგა გივი თოიძე იდგა ომარ მხეიძე იდგა ეროვნული კაცები რომელიც ზეცად არიან ამაღლებული ამ სათავეებთან რომან ურუა დგას ტარიელ ხარხელაური დგას ტარიელ ხარხელაური დგას აი და იმ ქართული ერთობის დარბაზია 100% პრობელი ამ ტელევიზიის აქციების და აი ტარიელ ხარხელაურიც არის იქ და ამ სიაში არის რამაზ ყურაშვილი ექიმი ამ სიაშია რომან რურუა ამ სიაშია თემურ გუგუშვილი აი ესეთ საინტერესო ადამიანები არიან ამ საქმეს სათავეში ბატონი ჯუმბერ კოპალიანი უდგას ეს ღირსეული პიროვნება უწესიერესი კაცი და ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნება ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ გავაძლიეროთ ამას ის ეხლა აკეთებენ იმას რომ 3-4 სპეციალისტი რომელიც იყო ტელევიზიაში და პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ვაძლევდით ჩვენ თუ ისე რაღაცას დაიყვანეს დიდი ხელფასები დაუნიშნეს ანუ ჩვენ მოვამზადეთ 3-4 კაცი რომელიც გულით და სულით გვეხმარებოდნენ 4-ვე დაიყვანეს ტელევიზია დადგა უმძიმესი იმის წინაშე რო ეხლა დღეს საუბრობდით იმაზე რომ მე უნდა ვისწავლო რაღაც მონტაჟი იმან უნდა ისწავლოს რაღაცა ჩართვა ტელეფონის ვისაც გვაქვს ამის ისა და ვინც ხელფას არ მოვიტყოთ თორე გამოსავალი აღარ არის უკვე თავისთავად იმდენია $1000 გადასარიცხელი დღეს ძლივ შეკოწიძდა $1000 რომ ერთი თვე დავფარეთ ძლივს თებერვლის თვე პროცენტიანი აღებული სეცხირო ესე იგი და თანაც როგორი პროცენტით რომ ესე იგი იანვრის ბოლომდე ისა ხო იმისი გასული წლის ბოლომდე გავგეკეთებინა იანვარი და თებერვალი გადახდილია ნუ ეხლა უკვე მარტის დგება $1000 გამოვთიშავათ ამას ბევრი ვინმე ვერ ნახავს ოფისია ყველაფერი ესენი ამას როგორ შეიძლება ჩვენ როგორ უნდა შევდოთ ჩიშველი ხელებით ამის გაკეთება ეს გასაგებია ვიღაცას უხარია და ფიქრობენ იმას რომ ესენიც მალე თვითონ დაიკეტებიან თუ ასეთი რამე მოხდება ამ ქვეყანაში ეს ნიშნავს რომ არაფრის ღირსი აღარ ვართ უკვე ჩვენ არაფრის ღირსი მე ძალიან ახარებს რომ ნახოთ როგორ იქნება ერთი პიროვნება ჩამოდის ჰოლანდიიდან რომელიც ყოველთვიურად 50 ევროთი აი საათს გაასწორებდი ისე ეხმარება აგერ დიდი ხანი 1 წელი და 2 წელი ალბათ ეხმარება და ჩამოდის ეხლა და შევხვდებით და ეხლა მას არ აქვს საშუალება დიდი მანქანაზე მუშაობს გარეთ და ეროვნული კაცია და ამაზე ისევია ესპანეთში ერთ პიროვნება მათ ვეუბნები კარგი არ გინდათ ისა ჩვენ მაინც ხო უნდა ვთქვათ ისევია ვთქვათ ესპანეთში მეორეა ბატონ თემურ გელგელაშვილი ითქვა ქალბატონი გოლეთიანი ითქვა რომლებსაც აი ამ გაჭირების ჟამს ქალბატონი ქეთევან ქებულაძე ნუ აი ესე იგი 10-მდე პიროვნება არის 10-მდე აი ეს არის ძალიან ისა რა ქვია რომელსაც აქვს ვიღაცას ეგონა ახლა რომ ერთ თვეში რაღაცა ჩვენ ვინცაც ჩამოხვალთ და ნახავთ შეუძლებელი შეძლეს როგორც ამ მუშაკებმა ტელევიზიის ყველამ ერთად განსაკუთრებით მეცნიერთა კონგრესმა რომ როგორი რამ შეიქმნა და როგორი არაფერი ერთი აპარატით ვიყავით და რომ ჩამოხვალთ ნახავთ ახლა რა მდგომარეობა როგორ მოხდა ეს მეცნიერთა კონგრესში არის 1 2 3 ათეული და 100-მდე კაცია ზოგჯერ თვეში 100 ლარით და ნუ აი ეს ტელევიზია სჭირდება ძლიერი პირველი ნომერი ტელევიზია როგორ ხდეს 150,000 ლარი 150-200,000 ლარი ჭირდება თვეში ეხლა ვინმე იტყვის რომ 5,000 და 6,000 არა აქვს 150 ესე 5 და 6,000 თამას აკეთებს თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი იქნება აი მაშინ რო 150 და 200 გქონდეს ახლა ვინმე იტყვის $2 მილიონ $3 მილიონ ხარჯავს პირველი არხი რომელიც არც გვაკარებს ტელევიზიას $2 მილიონ ხარჯავს იმედი და სხვები თვეში ბატონებო თვეში ამაში შიშველ ხელებიანება უნდა გაუწიოთ კონკურენცია არაფერი სიცოცხლის ფასად უნდა დავდგეთ მდგომარეობა არ არის მარტივი მაგრამ არც გამოუვალი არ არის არიან კაცები შემთხვევითი არ იყო მე როდესაც გავაკეთე გადაცემა ეს იყო 10-ში 8 მარტმა დამაფიქრა ბევრ რამეზე და ვთქვი ხმამაღლა
კაცების ქვეყანაშია ქალი ბედნიერი და სადაც ქალია ბედნიერი, კაციც არის ბედნიერი და ეს არის ბედნიერების სავსე ქვეყანა უკვე. ჩვენ გვჭირდება სწორედ კაცებზე უნდა და კაცობაზე უნდა დადგეს ქვეყანა. სხვა გამოსავალი არ არის აქ. მონობაზე და მონებზე ვერ დადგება ქვეყანა. მასე რომ ერთი და ორი კაცი იყო ილია ჭავჭავაძე და როგორ იბრძოდა. ერთი კაცი იყო ვაჟა-ფშაველა და როგორ იბრძოდა. ერთი კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე და ევროპა შეცვალა. სხვა ეპოქა, სხვა პერიოდია, ძნელია ახლა ამის გაკეთება, მაგრამ ერთობას შეუძლებელი შეუძლია რომ მოახდინოს. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. მე ძალიან გუშინდელი გამარჯვება 23-ში ალბათ კიდევ უკეთესი შედეგი იქნება, მეტი უკეთესი რა უნდა იყოს. ეს გამარჯვება და ის განწყობა რომელიც გუშინ იყო, ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი ენერგია მივიღე. სტადიონზეც, კომაგებისგანაც უამრავი ადამიანი ნაცნობი მოვიდა, სურათები გადავიღეთ, ზოგი დავდეთ კიდევაც ეს სურათი. ჩვენი გუნდი იყო, აი გეუბნებით რომ რაღაც ერთი აკადემია იყო, აი ამ 20 კაცში ურთიერთობა რომელიც ჰქონდა ჩვენ, ერთი აკადემია. და შესაბამისად უნივერსიტეტებში ყოფნა, ხალხთან შეხვედრები სომხეთში, ის რაც ვნახეთ, რისი ანალიზიც გავაკეთეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის ძალიან გამოცდილება, ეს არის სერიოზული კაპიტალი. ამ კაპიტალის მოქმედებაში მოყვანაა საჭირო. ჩვენ ყველანი ამას ერთად შევძლებთ, მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, გამარჯვება 23-ში და გამარჯვებით ვიაროთ. ღმერთო 27 რიცხვში ამერიკის კონგრესს სულ გადაწყვეტილებას მომიაღებინებს საქართველოსთვის და ღმერთო, ესე იგი 2 აპრილისთვის რომ ევროპარლამენტი აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, სულ გადაწყვეტილებას მომიაღებინებ და ეს რომ ასე მოხდეს, გეხვეწებით და გეუბნებით ხელისუფლების წარმომადგენლებს. სხვის ლანძღვას თავი დაანებეთ და კრიტიკულად შეხედეთ თავიანთ თქვენს საქმიანობას და თქვენს პარტიებს. და სხვების მიმართ იყავით კორექტულები. როგორ შეიძლება რომ თქვენ რომელიმე მე ან თქვენ უწოდოთ მაფიოზი ამერიკის კონგრესის წევრს. ის რომ იყოს კიდევაც მაფიოზი და ამას ტრამპი ეძახდეს, თქვენ არა გაქვთ უფლებას რო თქვათ. ესაა დემოკრატია და ეს არის დიპლომატია. და არც დიპლომატია გვაქვს, არც დემოკრატია გვაქვს, არაფერი გვაქვს, მაშინ რა გვინდა ჩვენ, აბა რა გინდათ ხელისუფლებაში? თქვენ ძალიან ბევრი სირთულეები შეუქმნით ხელოვნურად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იმ გამოსვლების, რომელიც გაქვთ ტელევიზიით თუ პარლამენტის ტრიბუნიდან, თუ სხვადასხვა შეხვედრების დროს, ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნით. მე არ ვიცი, მითხრეს რომ უკვე ვეღარ ვაგნებენ იმას ჩინეთის თაობაზე, ესე იგი ხელშეკრულებას. ყველას მიაჩნია, ვინც ვიყავით ჩვენ, ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება, ეს არის კაბალური ხელშეკრულება. ამას ლაპარაკობს გამსახურდიას პარლამენტის წევრიც, შევარნაძის პარლამენტის წევრიც, ესე იგი სააკაშვილის პარლამენტების წევრიც და დღევანდელი პარლამენტის წევრებიც. და ვეუბნები, კი, მაგრამ თქვენ დღევანდელი პარლამენტის წევრები ჩვენ ვიმკითხა. და ღარიბაშვილს ვიმკითხა თვითონო და ხელი ისე მოაწერაო. ნუ ეხლა რა ქვეყანა ყოფილვართ, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? ხალხი და ხალხის განწყობა შეცვლის ყველაფერს. მე ვატყობ იმას, რომ 31-ის შემდგომ, ალბათ ან როდის შეხვედრა, როცა შედგება ორშაბათს გადაწყდება, იმის შემდგომ სიების გამოქვეყნდება, გაგრძელდება ეს ურთიერთობა, საზოგადოებრივი პარლამენტით შეიქმნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ პარტიები არ მოინდომებენ მეცნიერებთან თანამშრომლობას, ამიტომ მეცნიერები უნდა გავიდნენ ხალხში და უნდა შედგეს ხალხის და მეცნიერების ერთობა მომავლის საქართველოსთვის. ამაშია გადარჩენა, მაგრად ვიყოთ.